საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ზუსტად 10 თვის წინ რეალურ სივრცეში ძველი თბილისის მოსახლეობა და სპეციალისტები ლაპარაკობდნენ პროექტზე, რომლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. მაგრამ ნანახი ჰქონდა მაკეტი. პროფესიონალები ამბობენ, რომ სხვა პროექტი სულ საერთოდ თვალით არ უნახავთ, მაგრამ უბან, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, ლანდშაფტური ზონის სტატუსი უკვე მოხსნილი აქვს. რაც ნიშნავს, რომ პროექტის დასაწყებად პირველი ნაბიჯი გადადგმულია. დღეს მთელი ამ პროცესის საჯარო განხილვა გვექნება რეალურ სივრცეში. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და რა თქმა უნდა პროექტის ავტორებს, ანუ ფონდს, მე ახლა ვთხოვ. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ იმ პროექტზე, რომელსაც ფაქტიურად 3D პროექტის სახე ჰქონდა 10 თვის წინ, როდესაც პირველად შევიკრიბეთ ამ სტუდიაში სწორედ თბილისი პანორამაზე სასაუბროთ. შეიცვალა თუ არა რამე, არის თუ არა რაიმე სიახლე ამ პროექტის თქვათ სახით, არის თუ არა წარმოდგენილი პროექტის სხვა სახით. მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენეთ მოწვევისათვის. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 10 თვის წინ, რომელიც რა გადაცემაც თქვენ გააკეთეთ, იქ არ ვიყავით წარმოდგენილები, არ ქონდა საშუალება ფართო საზოგადოებისთვის ტელეეთერიდან გაგვეცნოთ ჩვენი პროექტი. ჩვენ დაგიკავშირდით, მაგრამ მაშინ მოხდა ისე, რომ თქვენგან არ იყო დადებითი პასუხი სტუმრობაზე. კომუნიკაციის პრობლემა იყო. ჩვენ შევეცდებით პრეზენტაცია წარმოვადგინოთ უკვე შეცვლილი სახით, რამე თუ 10 თვის შემდეგ პროექტმა განიცადა სერიოზული ცვლილებები, გავითვალისწინეთ ყველა ის გონივრული შენიშვნა და რეკომენდაცია, რაც მოგვაწოდეს პროფესიულმა ჯგუფებმა, ურბანისტებმა, არქიტექტორებმა და ასე შემდეგ. ვინ უშუალოდ შეგიძლიათ გითხრათ, აი ვისთან გქონდათ კონსულტაცია? თუ გნებავთ დარბაზში წარმოდგენილი ოპონენტი მხრიდან იყო ბევრი საინტერესო შენიშვნა, რომელიც ჯდებოდა ლოგიკურ ზღვარში და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ. ასევე საყოველთაოდ ცნობილი ქართველი არქიტექტორები, ურბანისტები, თუ სახელი და გვარები გაინტერესებთ, შეგვიძლია დავასახელოთ კიდევაც. ქალაქ გეგმარებით ნაწილში ძალიან დაგვეხმარა ბატონი პოლქვაძე, მერაბ პოლქვაძე. ალბათ ყველა იცნობთ და აფასებთ მის ავტორიტეტს. ასევე სატრანსპორტო და სხვა კვლევები ჩაატარა ბატონმა გივიშავდიამ, ასევე მის კომპეტენციაში ალბათ ეჭვი შეტანა ძალიან რთული იქნება. არქიტექტურის არქეოლოგიურ ნაწილში ბატონი მერაბ ძნელაძე, გარემოს დაცვის ნაწილში და ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით კვლევა ჩაატარა ბატონმა ჯუღული ახვლედიანმა, ხო არ მრჩება ანუ ჩვენ და ხელოვნებაცოდნე ქალბატონი ალა ბოზოროვა იყო კვლევებში ჩართული. და გია ჭანიშვილი. ხო, ზედა ნაწილში სოლვაკის ნაწილში ჩართული იყო ასევე ბატონი გია ჭანიშვილი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ისტორიული საბჭოს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს უკვე სახეცვლილი ახალი პროექტი სრული დოკუმენტაციით, რომელიც უნდა მოყვებოდეს მას. ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება, რომ ამ ახალი პროექტის პრეზენტაცია პირდაპირ ჩვენთან ახლა ეთერში მოვახდინოთ. შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ ეს პროექტი. გავახმოვანოთ თუ შეიძლება, ალბათ საინტერესო იქნება. შეგიძლიათ თან კომენტარი დავუთოთ. შესაბამისად, პროექტი პანორამა თბილისი წარმოადგენს 4 მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს, რომლებიც განლაგებულია სოლვაკის ქედით მიმდებარედ, ასევე თავისუფლების მოედნის მიმდებარედ ყოფილი ცეკავშირის შენობა და ერეკლე მეორეს მოედნის, ასე ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ სოლვაკის ბაღების და სოლვაკის მაღლობის ვიზუალს, რომელიც წარმოდგენილია და ითვალისწინებს მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ცხადია სასტუმრო ნომრები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ასევე ღია და დახურული საცურაო აუზები, ტენისის კორტები, სხვა სპორტული დანიშნულების დარბაზები, ასევე რაც ხაზგასასმელია, ამ კომპლექსში იქნება წარმოდგენილი 1000-ზე მეტი სტუმრის მიღებისათვის, ერთდროულად მიღებისათვის განკუთვნილი საკონფერენციო სივრცე, თავისი თანმხლები ფუნქციური სივრცეებით, მათ შორის შეხვედრების და სათათბირო ოთახები. გარდა ამისა, იქნება წარმოდგენილი სპა და მასთან დაკავშირებული გამაჯანსაღებელი კომპლექსი და პლანეტარიუმი და აკვარიუმი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე შემეცნებით და საგანმანათლებლო დანიშნულებასაც ატარებს. რაც შეეხება სოლვაკის ბაღებს, ამ შემთხვევაში საუბარი არის სერვის აპარტამენტის ტიპის სასტუმრო კომპლექსზე, რომელიც განკუთვნილი არის გრძელვადიანი საცხოვრისისთვის
შესაბამისად აღჭურვილია ყველა საჭირო ასეთი ტიპის ცხოვრებისათვის საჭირო მოწყობილობებით და პირობებით და ამ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ იქნება ახალი საინტერესო შეთავაზება ქალაქის სტუმრებისათვის და ქალაქის მცხოვრებლებისათვის. შესაბამისად ეს ორი კომპლექსი ერთმანეთთან დაკავშირებულია დახრილი ლიფტის მეშვეობით და ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი მიწისქვეშა ავტოსადგომები. გარდა ამისა, კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მწვანე საფარი და მისი მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და უფრო ინტენსიური გახდა და შესაბამისად 30,000 ხე არის დაგეგმილი, რომ დაირგვეს როგორც კომპლექსში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე პრეზენტაციაზე მაშინ თქვით ასეთი რამ, რომ მერიასთან არის შეთანხმებული 10 ჰექტარი მიწის განაშენიანება თბილისის ტერიტორიაზე. დიახ. მერიასთან, ანუ ტერიტორიაზე, რომელსაც მერია შემოგთავაზებთ თქვენ. დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა განვახორციელოთ ასეთი ტიპის გამწვანება და ბუნებრივია მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით შერჩეული იქნება როგორც ჯიშები, ასევე ის ტერიტორიები, სადაც მიზანშეწონილად ჩათვლის ქალაქის ხელმძღვანელობა ამის განხორციელებას. თუ შეიძლება დავამატებ, უკვე განხორციელდა 3400 ძირი ნარგავის დარგვა ჩვენს მიერ, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ ამ სეზონზე მოვასწარეთ 3400 ძირი. ეს შეეხება ოქროყანის ტყეს, სადაც გადამხმარია ძირითადი მასივი. ჩვენ მერიის სამსახურის მითითებით განვახორციელეთ გასუფთავება ტყის და ახალი ნარგავების შევსება. სეზონურობის მიხედვით, თორსა ეს ხელსაყრელი იქნება ბუნებრივი პირობები ამ პროცესის გაგრძელებისა, ჩვენ მზათა ვართ დაუყოვნებლივ გავაგრძელოთ ეს პროცესი. ჩვენ ხო კიდევ გვაქვს საშუალება ცეკავშირის შენობა როგორი იქნება, ესეც შევთავაზოთ საზოგადოებას. ორივე შემთხვევაში საუბარი არის კონცეპტუალურ დიზაინზე, ვინაიდან თვითონ არქიტექტურული პროექტის დამუშავება და შექმნა ამჟამად მიმდინარეობს და შესაბამისი წესით იქნება წარდგენილი კომპეტენტურ სამსახურებში. გასათვალისწინებელია ის, რომ დაკავშირება კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია საჰაერო გზით. ამ შემთხვევაში ძველ ვარიანტში განიხილებოდა ორი საჰაერო გზა, ერეკლე მეფის მოედნიდან სოლაკის ბაღებზე და თავისუფლების მოედნიდან სოლაკის მაღლობზე. სხვადასხვა მსჯელობის, გამოთქმული რეკომენდაციების, სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინებით ჩვენ ამ შემთხვევაში განვიხილავთ თავისუფლების მოედნიდან სოლაკის მაღლობზე მხოლოდ ერთ კავშირს. ამ შემთხვევაში ეს წარმოადგენს კონცეფციის განუყოფელ ნაწილს თვითონ, რაც საშუალებას ქმნის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით მოხდეს გადაადგილება ქალაქის ცენტრალური უბნიდან ქალაქის, ასე ვთქვათ, მაღლის შემოგარენში. და გარდა ამისა, თვითონ შინაარსით და კონცეპტუალური დატვირთვით ეს ერთგვარ სავიზიტო ბარათათაც შეიძლება იქცეს, ვინაიდან კონცეპტუალურად საერთოდ ახალია, ასეთი პრეცედენტი ჩვენი ინფორმაციით არ არსებობს და ვფიქრობთ, რომ დამატებით ხიბლს შეძენს, რაც კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასასმელი და საინტერესო ელემენტი ქალაქის სტუმრებისათვის, რომ გამორჩეულად, კონკრეტულად ამ კომპლექსით იქნას დაინტერესება და მისით სარგებლობა. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის, რომ ცეკავშირის კომპლექსში ასევე მრავალფუნქციური დანიშნულების არის იგი და განიხილავს ძალიან ბევრ საზოგადო დანიშნულების სივრცეებს. საკონფერენციო სივრცეები აქაც არის წარმოდგენილი სრული აღჭურვით და ყველაზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ისევე როგორც გათვალისწინებულია აქაც ღია და დახურული აუზები, ასევე სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ყოველდღიური, ასე ვთქვათ, კვების ობიექტი, ამ შემთხვევაში რესტორანი, ასევე იქნება გამორჩეული ესეთი სპეციალური შეთავაზებები, რაც უდაოდ სრულიად ახალ კონცეფციას სასტუმრო ბიზნესის წარმოადგენს, არა მარტო ამ შემთხვევაში საქართველოში, არამედ რეგიონშიც. და გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ის შესაძლებლობა, რომ საბაგირო გზით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 3 წუთში შესაძლებელი იქნება აწერტილიდან ბეწერტილში საუბარია სოლაკის მაღლობში მოხვედრა, სოლაკის მაღლობის კონცეფციაში გათვალისწინებული ვერტოდრომი იქნება
მის განკარგულებაში, რაც რეალურად დაგეგმილ სასტუმროს ფაქტიურად უმაღლეს კატეგორიას მიანიჭებს, შეიძლება ითქვას, რომ იქნება 7 ვარსკვლავიანი, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ხელმისაწვდომი მომსახურების და ბუნებრივია დებარეობის და ასევე სხვა დამატებითი საინტერესო შეთავაზებებით, რაც იქნება აუცილებლად წარმოქმნილი. თუ გიფიქრეთ ბატონ მალხას თქვენ როგორც არქიტექტორს ერთ რამეზე რომ ძირითადად ახლა ტურისტი მაინც ათვალიერებს იმ არაჩვეულებრივ ძველ თბილისს, რომელიც ჯერჯერობით გვაქვს. დაგიდული ლიფტები, რომელიც არის წარმოდგენილი პროექტში, იქიდან ადამიანმა უნდა გადმოხედოს და დაინახოს ის სილამაზე, რაც ძველ თბილისს ნამდვილად აქვს, თუმცა ის სურათი, რაც მე და ცირაელისაშვილმა 10 თვის წინ გადმოხედვის დროს შევნიშნეთ, მთლად სახარბიელო ესეთ ფონს არ იძლევა. მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ძველი თბილისი, რომელიც უნდა დაათვალიეროს ტურისტმა, ექვემდებარება თუ არა აუცილებლად გამაგრებით სამუშაოებს, არის თუ არა ჩასატარებელი ეს გამაგრებითი სამუშაოები იქ და მოსაყვანია თუ არა წესრიგში ის ქალაქი, რომელმაც უნდა დატოვოს ტურისტზე შთაბეჭდილება, რომ მას ხელმეორედ მოუნდეს თბილისში ჩამოსვლა. მე დავიწყებ იქიდან, რომ თქვენ ალბათ შენიშნეთ პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ გავითვალისწინეთ კვლევები, გავითვალისწინეთ მოთხოვნები და თითქმის ორჯერ შევამცირეთ ფართი მოცულობა. სოლაკის ბაღების, სოლაკის მაღლობის. თქვენ ახლა რაც აღნიშნეთ, სხვათა შორის მე არ დავეთანხმები. იმ აზრს, რომ ზემოდან ცული პირიქით, ზემოდან არის ზუსტადაც კარგი ხედები და ტურისტი თუ ნებისმიერი მსურველი ვინც იქნება, მისთვის არ იქნება უცხო და არ იქნება რაღაცა ცუდი დასანახი. პირიქით, ზემოდან ჩანს ყველაფერი უფრო ლამაზად. არა, ლამაზად, თუმცა აღდგენითი სამუშაოები იქ გარკვეულწილად ჩასატარებელი, მაგრამ მე მოდით მაინც პროფესიონალებს სირას, თამას, სურას ხო გამოვიდნენ. ერთს დავამატებ კიდევ. გამაგრებითი სამუშაოები ჩვენ ამ ობიექტს არ ჭირდება, იქ აბსოლუტურად არაფერი გასამაგრებელი იქ არ არის. ეს შენდება აბსოლუტურად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. იქ ადრე იყო ქაოტურად აშენებული ძველი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც დღესდღეობით აღარ არის, ეს ბაღებს ეხება. და რაც შეეხება მაღლობის აი ლევთახევის გვერდზე ერთხელ აქ ახსენეს წინაშე კვადრაზე იქ სანაგვე იყო თუ გახსოვთ ის სანაგვე გაიწმინდა და იქ ნებართვა გვაქვს ხათაშორის იმ ოღონდ სხვა ობიექტზეა ის ნებართვა რომელიც ერთიანდება ამ ობიექტთან იმაზე გაცემული ნებართვა მაგრამ იმის შენობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს რადგანაც შეიცვალა ეს პროექტი და მიიღო სხვა სახე საბოლოო სახე ახლა და წარმოაჩინეთ თქვენ მრავალფუნქციური სასტუმროს სახით და რაც შეეხება მე კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ რაზე გაქვთ ამ წუთას ნებართვა აღებული? ამ წუთას ჩვენ ნებართვა გვაქვს აღებული ზუსტად აი GDS-ის მიმდებარე ტერიტორია სასაწყობო სამეურნეო დანიშნულების იყო დაახლოებით ვარცხები 4-5 სართულიანი შენობა ყოფილიყო. ბატონო? თქვენ ნანახი გქონდათ კალდონინო ბოდიშს ვიხდით. ეს მიწისქვეშ არის არა, სადნახეთ 8 სართული. ბოდიშს ვიხდით. 5 სართული ისიც მიწისქვეშ. ბატონო, ბოდიშს ვიხდი. ჩვენ რომ დავასრულოთ, ასე ვთქვათ, პრეზენტაციის ნაწილი. კი ბატონო. ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესია პროექტით გათვალისწინებული ეკონომიკური მაჩვენებლები. რაც აუცილებლად საინტერესოა აუცილებლად რა თქმა უნდა ვინაიდან ჩვენს წარმოდგენაში ის რაც აღწერეთ ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი ქალაქისთვის ეს არის ბრწყინვალე იმისათვის რომ საქართველოს და დედაქალაქი დაწინაურდეს უკვე რეგიონში როგორც წამყვანი შემკრები და იმ შესაძლებლობების და იმ სერვისების შემთავაზებელი რომელიც დღეს რეგიონშიც კი არ არსებობს ამიერკავკასიას გულისხმობთ დიახ ამ შემთხვევაში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამის განხორციელება მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციას. ინვესტიციის კუთხით ჩვენი შეფასებით დაახლოებით საუბარი არის 9 მილიარდი დოლარი. ამ შემთხვევაში ეს არის 900 დაახლოებით მილიარდამდე შეიძლება იყოს. გარდა ამისა, უშუალოდ მშენებლობის პროცესში ჩვენი შეფასებით დაახლოებით 5-დან 6000 კაცამდე დასაქმდება და დაახლოებითი ფონდი ჩვენი შეფასებით რაც არის სახელმწიფოს გულისხმობ უშუალოდ აი ამ სამშენებლო პროცესის განხორციელებისას იქნება 150 მილიონ ლარის ფარგლებში დაახლოებით და გარდა ამისა უკვე კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი ჩვენი ვარაუდით დაახლოებით 2000 კაცამდე იქნება
და შესაბამისად ის ავტოსადგომები, რაც ასე ვთქვათ, თითოეული პროექტის მიმართებაში ვახსენეთ, დაახლოებით 1500-მდე იქნება ჯამურად. აქედან დაახლოებით 300 ავტოსადგომი თავისუფლების მოედანზე იქნება და საუბარია მიწისქვეშა ავტოსადგომზე, რომლის შეთავაზებას დღეს საერთოდ არ არსებობს დედაქალაქში ამ ადგილას და ასევე ერეკლე მეორეს მოედანზე ანალოგიურად მიწისქვეშა ავტოსადგომებზეა საუბარი, დაახლოებით 500 ავტოსადგომს ვარაუდობ წინასწარი, ასე ვთქვათ, გათვლებით, რაც შესაძლებლობები თვითონ ტერიტორიული გვაქვს. გადავიდეთ დიალოგის რეჟიმზე აუცილებლად, რაც მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. გქონდათ თუ არა ნანახი, აი ეს ახალი პროექტი ცირა, თქვენ გქონდათ ნანახი ახალი პროექტი? ეს ახალი პროექტი პირველად ნახეთ იმ საგრებულოს ხდომაზე, რომელიც გაიმართა 29 დეკემბერს, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ ახალი ვერსია. მე შემიძლია გითხრათ, რომ განსხვავება ძველსა და ახალს შორის, მიუხედავად იმისა, რომ როგორც პროექტის მთავარი არქიტექტორი ამბობს, რომ ფართები არის შემცირებული. გარდა ამისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი, რომ ის ჰორიზონტალური გეგმარება, რომელიც ჰქონდა ძველ პროექტს, ეხლა გადავიდა ვერტიკალურ გეგმარებაში და თუ აქამდე ის 18 სართულიანი მოცულობა არ იყო ასეთი თვალსაჩინო პირველ პროექტში, ახლა უკვე ჩვენ გვაქვს კონკრეტულად სოლაკის ქედზე 18 სართულიანი მოცულობის ჩადგმის საშიშროება. ეს არის ერთი მომენტი, მაგრამ ჩემთვის აქ მთავარი არის ის, რაზედაც ამდენი ხნის მანძილზე პირადად მე პასუხი ვერ მოვისმინე. ცირა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის უკვე ეს პროექტი? ეს არ არის პროექტი. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა არქიტექტურის ფაკულტეტზე ვინც სწავლობს პირველ კურსზე, მან უკვე იცის, რას ნიშნავს პროექტი. ეს არ არის პროექტი. ეს არის რენდერი, ეს არის ანიმაცია, რომელსაც ჩვენ პროექტს ვერ დავარქმევთ. მაგრამ ესკიზური პროექტი, ვარიანტი ეს ესკიზური. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. ერთ-ერთი არა. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, არანაირი არ არსებობს იმის გარანტია, რომ თქვენ კიდევ ერთი თვის შემდეგ არ მოხვიდეთ და მესამე ვარიანტი არ შემოგთავაზოთ. ანუ თქვენ ხართ ძიების პროცესში, გასაგებია რომ ძიების პროცესში ხართ. ძიების პროცესში ვიყავით და მოვრჩით ძიებას და რაც შეეხება სართულიანობას, აქ შემცირებულია. თქვენ დათვალეთ, მე არ ვიცი. 18 სართული იყო 16-ია. მოცულობაზე არ მაქვს მე საუბარი. მე მაქვს გეგმარების ხაზზე. თუ აქამდე ეს იყო ჰორიზონტალური, ახლა ეს გადავიდა ვერტიკალში და მე აქ უფრო მეტ სახიფათო მომენტებს ხედავ, ვიდრე ვთქვათ პირიქით იყო ვერტიკალური, გახდა პირიქით, ახლა დადაბლდა ერთი სართულით და მოცულობაში 18 სართულიანი მოცულობა თქვენ პირველ პროექტში არ ქონდათ. 18-იანი იყო პირველში, დიახ, ეხლა არის 16. როგორ არ იყო? მაგრამ მე ისე იქ უნდა წავიდე საერთოდ. ეხლა წარმოგიდგენთ ძველ ვარიანტს. კი ბატონო, წარმოადგინეთ. მე ვერ მოვისმინე დასაბუთება იმ თვალსაზრისით, რატო უნდა განხორციელდეს ეს პროექტი კონკრეტულად იმ სამ სალოკაციო ადგილზე, რომელიც არის წარმოდგენილი სოლაკის ქედის სეკავშირის შენობის და ერეკლეს მოედნის სახით. აი ამ შეკითხვაზე პასუხი არის შემხედრი კითხვის სახით გაცემული ხოლმე. რატომ არ შეიძლება აქ ამის აშენება? დავიწყოთ მაშინ აი ამით, რატომ არ? დავიწყოთ ამ. იმიტომ რომ ეს არის თბილისის ისტორიული ზონა. ეს არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება. აი ამ ნომინაციით არის თბილისის ისტორიული ნაწილი, ის რასაც ჩვენ ძველ თბილისს ვეძახით, ნომინირებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უკვე განიხილება. პირველი ნომინაცია მოხდა 1999 წელს, მეორე ეს იყო 2001 წელი და ჰელსინკის შეხვედრაზე, სადაც საბოლოოდ გადაწყდა ჩვენი საკითხი, იყო ასეთი ფრაზა. მე ამ შემთხვევაში ციტირებას ვაკეთებ. ვაღიარებთ რა უნივერსალურ ღირებულებას თბილისის ისტორიული ნაწილისა არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ძეგლის მიღების თაობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანაში ძეგლის მენეჯმენტის გეგმა, ანუ მართვის სისტემა არ არსებობს და არსებობს ხარვეზები კანონმდებლობაში. და ჩვენ ამისთვის მოგვეცა ვადა. დღეს არის უკვე 2015 წელი. ჩვენ ვართ მომლოდინე რეჟიმში. სამი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს იუნესკო. ძეგლის მიღება უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს ამ თემას მეორეჯერად დაუბრუნდება და გადავადება ამ საკითხის. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერასდროს ამ კანონში ხარვეზების გამოსწორებას ვერ შევძლებთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავტომატურად ვერასოდეს ვერ მოგვანიჭებენ ამ სტატუსს? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ეს დღის წესრიგში კვლავ დადგება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება იქნება საბოლოო. მაგრამ ერთი რამეა, 2001 წელს, როდესაც აი ეს ჩანაწერი იყო ჰელსინკის შეხვედრაზე, იქ არ იყო ისეთი ოდიოზური პროექტები, რომელიც დღეს გვაქვს თბილისში. იქ არ იყო არც სოლაკის ქედზე ბიძინა ივანიშვილის სახლი.
იქ არ იყო არც პანორამა თბილისის თემა, იქ არ იყო არც იმელის უკან მიმდინარე მშენებლობები. ანუ ეს უკანონო თუ ოდიოზურ მშენებლობათა ბუმი მაშინ არ იყო ასეთი. თუმცა ბარსელონას და ლისაბონის მაგალითებს იშველიებს თქვათ იგივე ფონდი, როდესაც ასეთ პროექტს წარადგენს. რამდენად არის აქ თქვათ გაიგივება შესაძლებელი? აი თამარ მე თქვენ მინდა ეს კითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ ნუ ევროპის შუაგული ბარსელონა გალდონინო, ბუდის ვიხდი. მე მგონი იყო კითხვა დასმული და პასუხი კი ბატონო, შეგიძლიათ გასცეთ პასუხი და შემდეგ ჩემ შეკითხვას კი ბატონო და მე დასრულდება თემა, მე მგონი კი ბატონო, თუმცა მე კონსტრუქციული იქნება, ამიტომ შეგიძლიათ გასცეთ. დიახ, ესე იგი, რაც შეეხება საკითხს თუ რატომ ამ დებარეობებში უნდა აშენდეს, განხორციელდეს, განვითარდეს ეს პროექტი. სამწუხაროა, რომ თქვენ ეს აქამდე არ მოგისმენიათ, იმიტომ რომ და სამწუხაროა ის, რომ საჯარო განხილვები ამ პროექტზე დაიწყო ჯერ კიდევ გაზაფხულზე. იყო საჯარო განხილვა პრეზენტაციის სახით, ეს იყო მერიო თბილისში. შემდგომ განხორციელდა ასევე საჯარო განხილვა Holiday Inn-ში, რომელიც ორგანიზებული იყო მერიის სამსახურის მიერ. შემდგომ განხორციელდა სამი შეხვედრა პროფესიულ წრეებთან, უკვე მერიის არქიტექტურულ სამსახურში და ამაზე უპრიანი ალბათ რომ მათი საუბრონ. ეს ადამიანები ესწრებოდნენ და გარდა მაგისა, დიახ, ესწრებოდნენ. და გარდა მაგისა, არა, ყველა შეხვედრას ესწრებოდა რამოდენიმე ადამიანი ამ დარბაზში, მაგრამ გარდა მაგისა, ნუ რაც არის იმას ვამბობ, მეგობრებო, ეხლა აქ არ არის. იცით, აი ძალიან მაინტერესებს ცირას ერთ-ერთ შეკითხვას. კი, მივალ იქამდე. რატომ ამ უბანში, რატომ ისტორიულ უბანში? მივალ იქამდე, კი. და გარდა მაგისა, ჩვენ თვითონ, ანუ სამწუხაროა რომ პრინციპში ფოტოებით მალხაზი შეძლებს რომ წარმოადგინოს თუ რა ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები სწორედ აი ამ მუშაობის და ამ შეხვედრების შედეგი არის. ჩვენ ლოკალურად ქონდა ასევე შეხვედრები სხვადასხვა პროფესიულ წრეებთან და ცდილობდით გაგვეთვალისწინებინა, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის რაციონალური. რაციონალურს აქვს ორი მხარე. ამ შემთხვევაში ეს არის არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი მხარე და ეს არის საინვესტიციო მხარე. თუმცა აზრი იყოფოდა ყოველთვის ალბათ. იცით რა არის? ალბათ ეს ბუნების ნორმალური ვითარებაა, როდესაც დაუშვათ არქიტექტურას აქვს თავისი მოთხოვნები და ინვესტიციას და საინვესტიციო პროექტს აქვს თავისი შეზღუდვები. და რა შემთხვევაში გადაწყვეტდა ეს არქიტექტორების და პროფესიონალების გადავდივარ ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც იგივე ბატონ ალეკოსთან ქონდა ჩვენ ამაზე კომუნიკაცია და ის არგუმენტები თუ რატომ ხორციელდება ზუსტად ამ დებარეობებში იქნა წარმოდგენილი. ეხლა ამ შემთხვევაში გავიმეორებ. კი ბატონო. პირველი ფაქტორი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ის, რომ ყველა იმ დებარეობაზე, სადაც ხორციელდება ეს პროექტი, იგი წარმოადგენს ამ შემთხვევაში ფონდის საკუთრებას. ანუ შესაბამისი ინვესტიცია უკვე განხორციელებულია და ეს ნაკვეთები არის თუ დებარეობები არის, ეს უკვე შეძენილი. როდიდან არის საკუთრება? სხვადასხვა დროს იქნა შეძენილი ამ შემთხვევაში და უკვე ფონდის მიერ იქნა წამოღებული მართვაში, ანუ შესყიდული იქნა, რათა როდის მოხდა კონკრეტულად შეგიძლიათ მითხრათ? თარიღები მაშინ უნდა მოვიშველიო ამ შემთხვევაში ზუსტი თარიღები. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ფონდის მიერ როდის იქნა შეძენილი ეს ნაკვეთები? არა, ინფორმაციას მე მოგახსენებ და რა თქმა უნდა თქვენ წვომა არ გექნებათ ამ პროცესების მიმართ. მე გახლავართ საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელი და მარტო გასულ წელს 42 მილიონია დახარჯული ამ ქონებების შეძენაში. წინა წლებში რა თქმა უნდა მე ზუსტ სტატისტიკას ეხა ციფრების მიხედვით და წლების მიხედვით ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო წლის სტატისტიკას გეუბნებით, რომ 42 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ მიწის ნაკვეთების შეძენაში. მე მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ცირას ერთ შენიშვნას, რომელიც მე მგონი ცოტა საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ აზრის განვითარებას, რომ იუნესკოს მოთხოვნებს ზღუდავს სოლაკის ქედზე. მე საუბარი მაქვს იმ მაღლივ კორპუსზე, რომელიც უნდა აშენდეს ლეხვთა ხევში. მე სამივე ლოკაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. თუმცა სამივე ლოკაციას თუ გულისხმობდით, გაუგებარია ჩემთვის ერეკლე მეორეს ატო ეხებით, იმიტომ რომ იქ ჩვენ არაფერს არ ვცვლით. იქ უკვე დამტკიცებული წლების წინ დამტკიცებული გამაგრება რესტავრაციის პროექტით მივდივართ და ერთ ქვასაც არ ვცვლით, ფერსაც იგივე აბსოლუტურად იგივე ფასადი იქნება შენარჩუნებული. ანუ უკვე დამტკიცებული გეგმის მიხედვით მივდივართ და არ ვქნით რაღაც ახალ პროექტს. რაც შეეხება ცეკავშირის ტერიტორიაზე, ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიაზე განვითარებულ სიტუაციას, იქ ისედაც იყო მრავალსართულიანი შუში ჩემინული საბჭოთა დროინდელი არქიტექტურის ასე ვთქვათ შედევრი,
რომელსაც ვანაცვლებთ უფრო თანამედროვე, უფრო მაღალი ხარისხის მოპირკეთებით. შედევრი ირონიულად თქვით? ბატონო, არა, შედევრი ირონიულად არ მეთქვია. კარგი. ხო, საბჭოთა არქიტექტურის ნიმუში. დაშტამპულ ფონზე შედევრი იყო ნამდვილად კი. ყველა შემთხვევაში თქვენ თუ შედევრი იყო გაიცნობით ძალიან კარგი. თანამედროვე არქიტექტურას მსოფლიოს მრავალ დედაქალაქში, რომელიც სხვათაშორის ბევრი მოქცეულია იუნესკოში, ეს სინთეზი წარმოდგენილია თანამედროვესა და ძველი შორის. რაც შეეხება სოლოლაკის ქედს, ქალბატონოცირა, ის არ ხდება ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონის ზღვარი გადის ზუსტად გზის დაბლას, ამ სამანქანო გზა, რომელიც ადის სოლოლაკიდან აი ამ ქედისკენ. ამიტომ ნუ შევიყვან საზოგადოების შეცდომაში და ნუ ვიტყვით, რომ იუნესკოს მოთხოვნებს ეწინააღმდეგება ეს პროექტი და რამე საფრთხეს უქმნით ამით კი ბატონო, შეგიძლია დიალოგის რეჟიმი. მე არ დამისრულებია ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ მოდით დიალოგის რეჟიმში წავიდეთ, რომ პასუხი ხო უნდა გავცე, რომ ქალბატონო კი ბატონო, მაშინ სწრაფად გავცეთ პასუხი და შემდეგ მიზეზი რატო ხორციელდება კონკრეტულად ამ მდებარეობაში. ძალიან კარგი, თქვენ თვით ქალბატონ ცირას ვეთქვი მაშინ. კი ბატონო, მეც მაინტერესებს, მე მაინტერესებს ხო, ძალიან. ესე იგი, პირველი ეს არის ის, რომ ის ნაკვეთები, რომლებიც ამ შემთხვევაში განიხილება განვითარებაში და სადაც მოხდება ეს განვითარება, არის უკვე ჩვენ საკუთრებაში. კონკრეტული ინვესტიცია უკვე გაწეულია ამისათვის და შესაბამისად ნებისმიერი ალტერნატიული შეთავაზება ბუნებრივია ითვალისწინებს იმ ალტერნატიული რაც ამ შემთხვევაში პროექტის და საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ვერანაირად ვერ ჩაჯდება. მეორე ფაქტორი რაც არის, ეს არის ამ შემთხვევაში ის, რომ საუბარი არის სხვადასხვა მდებარეობებზე და განსაკუთრებულად ისეთ მდებარეობებზეა საუბარი მასშტაბიდან გამომდინარე, სადაც არ არის წარმოდგენილი არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არის გზა, არ არის საინჟირო ქსელები, არ არის კომუნიკაციები, არ არის აბსოლუტურად არანაირი შესაძლებლობა, ანუ ყველაფერი ეს უნდა იტვირთოს ამ შემთხვევაში ინვესტორმა, რომელიც საერთოდ არასაინტერესოს ხდის ამის განხილვასაც კი. მესამე უძრავ ქონებას როგორცაც მაპატიეთ შემოგთავაზეს რამე სხვა ადგილები, რომლებზეც ეხლა ბატონი ალეკო ამ შემთხვევაში გულისხმობდა არსენალის მთამოიშველია და ეს არგუმენტაცია ფორმალურად თუ შემოგთავაზათ ქალაქმა სხვა ტერიტორია, ამაზე ალაპარაკი. არა, ბატონმა ალეკომ კონკრეტულად ბატონ არსენალის ალეკოსთან არ ვდაობთ ეხლა ჩვენ ფორმალურად შემოგთავაზეთ. ბატონო ჯერ არა, ბატონი ზურა სხვა რაღაც სხვა კითხვას სვავს. იცოდით თუ არა, რომ ეს იყო ლანდშაფტური დაცვის ზონა? ის ტერიტორია, რომელიც თქვენ შეიძინეთ. რამდენად შეიძლებოდა? მოდით ნებამონეცით მე დავასრულო. კი ბატონო, დაასრულეთ და მე უკვე შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, რა ზონა იყო, რა ზონა შეიცვალა, ამ ზონის მნიშვნელობა რა არის, რითაც შეიცვალა და პროექტისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას და საბოლოო ჯამში რას მივიღებთ ჩვენ? კი ბატონო, ჩვენ ამაზე სასაუბროთ ვარ შეკრებილებს. შესაბამისად. ანუ არც ერთ იმ მდებარეობაზე ალტერნატიულად, რასაც ეგრეთ წოდებულად ქვია, ეს კომუნიკაციები არც შესაბამისად ეს ამ შემთხვევაში უნდა იტვირთოს ინვესტორმა. გამორიცხული ამის განხილვაც კი იმდენად კოლოსალურ თანხებზეა საუბარი. ეს ბიუჯეტი იმას არ ეყო. და გარდა მაგისა, შესაბამისად მესამე ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ უძრავ ქონებას, ამ შემთხვევაში ეს წარმოადგენს უძრავ ქონებას, გააჩნია თვისება, როდესაც ამ უძრავი ქონების წარმატება, ბიზნესის წარმატება, მისი ფასი, შემდგომი ინტერესის სხვა ინვესტორებისათვის გამომდინარეობს მისი მდებარეობიდან. არავინ არ დაობს, მე მგონი იმაზე, რომ ამ მდებარეობაში სასტუმრო იქნება ბევრად უფრო რენტაბელური, იქნება ბევრად უფრო მიმზიდველი, ბევრად უფრო საინტერესო და მეოთხე ფაქტორი რაც არის, რაც მანამდე უკვე ვახსენე, არის ის, რომ ეს არის ის მდებარეობა, რომელიც გამორჩეულს ხდის თვითონ ამ კომპლექსს. თქვენ საუბრობთ თქვენი ბიზნესის უპირატესობას, ეს გვესმის. ჩვენი ქალაქისთვის რა უპირატესობას ქმნის? მოდის ვიხდი, აქ ერთმანეთის მოსასმენად თუ არ ვართ არა, თქვენ უკვე დიდი ხანია იძახით, რომ ეს არის თქვენთვის რაიმე რაც აქამდე ვთქვი. რაიმე რაც აქამდე ვთქვი, არის თქვენ გძლად მიყვებით რომ მომგებიანი ეს ტერიტორია თქვენთვის, ეს გავიგეთ უკვე. ეხლა გითხარით თბილისისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი პროექტი? ის კი არა დავასრულოთ და მე გაძლევთ უკვე თქვენ ყველა სათითაოდ ყველას გაძლევთ სიტყვას. გისმენთ ყურადღებას. თქვენი პასუხი არის ის, რომ ეს პროექტი იმიტომ ხორციელდება კონკრეტულად ამ სამ ადგილას, იმიტომ რომ თქვენ ფლობთ აქ უძრავ ქონებას მიწის სახით. გასაგებია. მაგრამ მეორე შეკითხვა, რომელზედაც პასუხი ასევე არ მექნება. ეს პირველი არგუმენტი. ბატონო ირაკლი, მომისმინეთ ერთი წუთი. პირველი არგუმენტი. თქვენ ეს ტერიტორიები იყიდეთ კონკრეტულ რეჟიმში. ლანდშაფტის დაცვის ზონაც იყო იქა.
კოეფიციენტების გაზრდაც მოინდომეთ და მიიღეთ ეს არქიტექტორის სამსახურიდან, ანუ კონკრეტული დაცვის რეჟიმში იყიდეთ. რაც გამორიცხავდა იმ პროექტის აშენებას, რომელსაც თქვენ პანორამა თბილისს ეძახით. თქვენ შემდეგ შეიტანეთ განაცხადი და მოუხსნა საკრებულომ ეს ლანდშაფტის დაცვის ზონის და რა ზონა გახდა? ქალბატონცირა თქვენ გითხარით, მე რომ არ დამაბრალოთ ბევრ სიტყვაობა. რა ზონა გახდა? ლანდშაფტურ სარეკრეაციო რა ზონა გახდა? საქმიანი და საცხოვრებელი. არა ბატონო, არ გამختარა, რეკრეაციული ზონა გახდა. რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია აი ამ ჩვენი ოდიოზური პროექტით საასტუმროს აშენება. საქმეს ეს არის და თქვენ ზუსტად რეკრეაციული ზონა გახდა. სეზე ორი არ გამختარა. აი ამაშია პრობლემა, გამიგეთ? ბოლომდე რომ არ მისმენთ, აი ამაშია პრობლემა. ზონებზე საკრებულოსთან ერთად გისმენთ, გუგა გისმენთ სულხან და მე ბატონი ზურა. ეს არის მოგზავნით ირაკლი, მოგზავნით. ლანდშაფტის დაცვის ზონაზე მოგლაპარაკეთ. ზონა რო გახდა ეს ბევრს არაფერზე მეტყოლებს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ზონა, სადაც არ არსებობს K2-ის შეზღუდვა და შეუძლიათ იმდენი ააშენონ, რამდენიც უნდათ ყოველგვარი სხვა ნორმების დაცვის გარეშე. K2 რას ნიშნავს? ეს უნდა განმარტოთ მაყურებლებისთვის ირაკლი. ნუ დაждდებით და K2 ესაა კოეფიციენტი, რომელიც განსხვავებს მიწის ნაკვეთის ზომიდან გამომდინარე მასზე რამდენის აშენება შეიძლება ჯამში. ეს არის განუსაზღვრელი ამ შემთხვევაში რეკრეაციული ზონა და შეიძლება აშენდეს რაც უნდათ იმდენი, ზუსტად ანუ არაფერი არ ზღუდავს. ამათ არაფერი არ ეშლება რა ის თქვენ როგორ ფიქრობთ, მაშინ ეს პროექტი რატოა წარმოდგენილი რა? კიდე დავამატებთ სართულებს? ბატონო, პროექტი წარმოდგენილია. რამდენი უნდა მე იმას გეუბნებით, რომ როცა თქვენ ამბობთ, რომ სულ რაღაც რეკრეაციულ ზონა უნდა გადაკეთდეს და ეს იმას ანიშნავს, რომ რაღაც კნინობით ზონა არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამას შეგიძლიათ დააშენოთ უფრო მეტი, ვიდრე ეს რომ გადაკეთებული იყო საცხოვრებელ ზონაში. ჩვენ რო აპირებდით უფრო მეტის აშენებას, მაშინ დავაპროექტებთ უფრო მეტს. ეს ჩემი რეპლიკა იყო, პასუხი იმაზე, რომ სულ რაღაც რეკრეაციულ ზონად გადაკეთდა და ლანდშაფტიდან რეკრეაციაზე შეცვლა ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს რომ გადაკეთებული იყო საცხოვრებელ ზონად, ამ მოცულობას ვერ მიაღწევდნენ. ეს ერთი. უკაცრავად, ეს ბუდიშვილი ჩვენ სასტუმროს ხო ვერ ავაშენებთ. საცხოვრებელში შეიძლება სასტუმროს შენება, უბრალოდ იმას ვიძახი, რომ რახან ქალბატონმა ცირამ ეს დეტალები არ იცოდა, ჩიხში არ შესულიყო. და მეორე, რაც შეეხება იმას, რომ არაფერი არ შეცვლილა, თავიდანვე წინააღმდეგები იყავით და თავიდან რაც ყოის არ მოგწონდა და რეკრეაციული ზონა თავიდანვე აწყობდათ და ჯერ ეს მოცულობა გაჩნდა და მე გადაკეთდა ეს რეკრეაცია. მე ვარაუდებს ამ შემთხვევაში ჯობია თანმიმდევრულები ვიყოთ, იმიტომ რომ თქვენ მართლა ესწრებოდით ყველა საჯარო განხილვას რაც იყო. თითქმის ყველას. დიახ, არა, ყველას ესწრებოდით თქვენ რაც იყო საჯარო განხილვა. მე მახსოვს რომ ყველას ესწრებოდით, მაგრამ პირველი რეპლიკა რაც ამ შემთხვევაში მე დავაზუსტებინე ქალბატონ ცირას რომ შეიცვალა ეს რეკრეაციულ ზონად, ეს არის შეგნებულად. არანაირ ფარულ იდეებს აქ არ უნდა ეძებდეთ. აქ სხვა რამეზეა საუბარი. რეკრეაციული ზონა ზუსტად განსაზღვრავს იმ დანიშნულებას, რაც ობიექტს უნდა კონდეს. ამ შემთხვევაში ეს არის გამაჯანსაღებელი დასასვენებელი სასტუმრო რეალობა შეიძლება. მოგზავნით. და გარდა მაგისა, აი მე მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონინო, აი ეს არის ამჟამინდელი ვითარება. აი ეს არის ამერიკული სოფლის ყოფილი ტერიტორია. თქვენ გააკეთეთ, კაცო, ვითარება ჩვენ ხო არ შეგვიქმნია. ეს არ არის ამერიკული სოფლის ნაწილი. ეს არის ქვედა ეს ნაწილი. არის ხვაბული. საკრებულოს განხილვაზე მე ვიყავ ვესწრებოდი ამ განხილვას და იყო ერთადერთი თხოვნა ჩვენი მხრიდან. 2 კვირით გადავიტანოთ განხილვა მაქსიმუმ და გთხოვთ მოგვეცით საშუალება რომ იმ დასკვნებს გავეცნოთ ჩვენც. რომელიც გაქვთ როგორც ახსენეთ თქვენ ბატონო ირაკლი. ეხლავე წარმოგიდგენთ. არა, ეხლავე მე. ხო, მაგრამ რა პრობლემა იყო 2 კვირით რომ გადადებულიყო. საკრებულო მინდა გამოვიდა. დიდი ბოდიში და სახში ვერ მოგართმე მაგას მე და საიტზეც ვაქვს აკრეფილი და სადაგან საიტზე? რომელ საიტზე? Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ. რომელ Facebook-ის? რატო ნერვიულობ? არ ნერვიულობ, იმიტომ რომ იყო ლაპარაკი. ბატონო ირაკლი, არა, იცით რა, ეს იმის გაკეთებული, ეს ამის გაკეთებულია. ბატონო გიორგი, ძალიან საგნობრივად ვიმშელოთ. 2 კვირა იყო პრობლემა რეალურად. 2 კვირა იყო ეს პრობლემა. ფოტოები წარმოვადგინე იმის საჩვენებლად, თუ სად ხდება განვითარება და რა არის დღევანდელი სურათი. ორივე შემთხვევაში ეს არის ყოფილი ამერიკული სოფლის ტერიტორია, რომელიც უნებართვოდ აშენდა, რომელიც შემდეგ შესაბამისი ნებართვის სასამართლო დადგენილებით იქნა მიჩნეული უნებართვოდ და მოხდა მისი დემონტაჟი, რომელზეც იყო ნებართვა. და აი ეს, რაც არის ეხლა ამ შემთხვევაში ხრიოკი, ეს იყო ზუსტად შენობა, რო აშენებულიყო იმისთვის გაკეთებული. უკაცრავად. ძალიან სანერვიულო, ჩვენ ნერვიულობთ, თქვენ არ ნერვიულობთ, ეთქობა გადახდილია 52 მილიონი, იცით რომ გაკეთდება მაინც. მე საერთოდ ვერ ხვდები რა აზრი აქვს ამ განხილვას, იმიტომ რომ მგონია რომ უკვე ნაყიდია. მანამდე იყო ნაყიდი, მერე მოყვა პროექტი, ესე მაინც გაკეთდება, მე ეგეთი შთაბეჭდილება რჩება და ჩვენ ნერვიულობთ. თქვენ არ ნერვიულობთ, ეთქობა იმიტომ რომ გადაწყვეტილია. ძალიან საინტერესო არის დღეს მერის ერთ-ერთმა მოადგილემ
ძალიან კარგი ინტერვიუ ჰქონდა, გააშღერა ეს სიტყვა, რომ იქ სადაც ტრანსპორტზე იყო საუბარი. იქ სადაც მაღალი არის უკვე სიმჭიდროვე, სადაც არის სატრანსპორტო პრობლემები, ქალაქი მაქსიმალურად ზღუდავს კოეფიციენტის გასდას. ეს არის შესანიშნავი. საინტერესო არის, ვინმე დაითვალა თუ არა, აი ამ ორი ობიექტის აშენების შედეგად გაუმჯობესდება თუ გაუარესდება სატრანსპორტო პრობლემები. აქ ნახსენები იყო 1000 კაცზე რაღაც 1000 კაცზე სადგომი 300 კაცზე იყო თუ არ ვცდები და ერეკლის მოედანზე საკონფერენციო დარბაზი. მხოლოდ საკონფერენციო დარბაზი, რომელიც არის ერთ-ერთი უმცირესი ნაწილი მთელი ამ კომპლექსის, ხო? ეს 1000 კაცზე საკონფერენციო რომ დამთავრდება და იქიდან რომ ყველანი ერთად გამოვლენ, ის რა გავლენას მოახდენს. ეს კიდე ან დასათვლელი არის. შეიძლება მე ვერ დავასაბუთო ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ სანამ არ მეცოდინება ზუსტი პასუხი, ამაზე ვერც დადებითად გაწყვეტილებას მივიღებ, ვერც უარყოფით. სულხან, რაც მე მახსოვს, ბუდიშვიხტი ბოლო საკითხთან დაკავშირებით. მოდერაცია არსებობს აქ. ბატონმა გივი შავდია. თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ განხილვისას ამომწურავად გაგცათ პასუხი. არა, ბატონმა გივიმ ამომწურავად კი არ გამცა პასუხი. ბატონმა გივიმ დაიწყო ჩხუბი იმის გამო, რომ რასაც ვეუნებოდი იმაზე. პასუხს ბატონი გივი პროფესიულად ვერ გამცემდა თავისად პასუხი. ბატონმა გივიმ გამოგიჭირა თქვენ შეცდომაში და ბატონმა გივიმ თავიდან ბოლომდე დაგისაბუთა თუ როგორ იყო კვლევა ჩატარებული. თქვენ მაშინაც ესაყურებდით და ეხლა წყვით მაგრამ ამით არავით არ ძალიან გამორჩეული ვარო ეს მიგითითო. ზურა და სულხან მე გისმენთ ახლა ბატონ ზურა თქვენი არგუმენტები და შემდეგ სამართლებრივ კუთხეს მინდა უკვე სულხანს დაუბრუნდე გისმენთ. ქალბატონი ცირას შეკითხვა, რატომ მხოლოდ აქ და არა სხვაგან, შეეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შეფასებას ამ ადგილის და არა ინვესტორის პირად სარგებელს. ესე იგი, ამ კითხვაზე ესეთი პასუხი, იმიტომ ვაშენებთ აქ, რომ აქ ჩვენი ტერიტორია არის, ნაკვეთი ვიყიდეთო, ეს არ არის პასუხი. შეკითხვა შეეხებოდა კიდევ ვიმეორებ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე, რატო აშენებთ აქ და არა სხვაგან. ამდენად ასე ნუ შეიყვანთ ახლა ტელემაყურებელ შეცდომაში. ის ერთი წუთი ჩემი არგუმენტი არ ყოფილა, იმიტომ ვაშენებთ რომ ჩვენია ეს ტერიტორია. მაგის გარდა სამი არგუმენტი. ძალიან ხოთ უნდა და მე უკვე მერის თანამშრომლებს და საკრებულოს თხოვ რომ უკვე დაიკავონ წამყვანი ადგილები მიკროფონთან, იმიტომ რომ ქალაქი პირველ რიგში ეკუთვნის არა ინვესტორს, არამედ მერიას. ერთი შეკითხვა აქვს, სხვა ადგილას ლანდშაფტის სიტუაციაში რა შეიძლება ყოფილიყო? ეხლავე დავასრულებინოთ ბატონ ზურას, შემდეგ სულხანს. გისმენთ? ქალაქში მშენებლობის წარმართვა არის ქალაქის საზოგადოების საქმე და მიუხედავად იმისა, მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია თუ საზოგადოებრივ საკუთრებაში, ერთნაირად ვრცელდება საზოგადოებისგან დაწესებული რეჟიმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არგუმენტი, რომ ეს თქვენი ნაკვეთია, რეჟიმის თვალსაზრისით იქ რა შეიძლება აშენდეს და რა არ შეიძლება აშენდეს. კი ბატონო, მე ერთზე გელაპარაკებით და მაცალეთ. ერთზე გელაპარაკებით და მაცალეთ ახლა რა. ერთზე გელაპარაკებით და მაცალეთ რომ ბოლომდე ვილაპარაკეთ. ერთზე გელაპარაკებით მესამე ძალიან ხმევინოთ ბოლომდე. გისმენთ ბატონო ზურა, მე მაინტერესებს გისმენთ. ამდენად ახლა ნუ შეყავს ტელემაყურებელი შეცდომაში. თითქოს ეს რახან მაგისი ნაკვეთია, ამიტომ აშენებს იქ. ეს ქალაქისთვის არის ერთ-ერთი არგუმენტი, მაგრამ ქალაქს აქვს ბევრი სხვა არგუმენტიც ის მიხედვითაც უნდა გადაწყვიტოს აქ ააშენებიებს კერძო დამკვეთს რაღაცას თუ სადმე სხვაგან. მეორე რაღაცა, რაც აქ ითქვა, რომ თითქოს ეს მიწის სამუშაოები, რომლის ფოტოებიც ახლა ჩვენ ვნახეთ, იმ არალეგალურად თუ უსწორობით აშენებული ამერიკული სოფლის გრევამ გამოიწვია. ეს არის ტყუილი. ის ამერიკული სოფელი თავის ადგილზე იდგა, როდესაც ამ ბორცვის ნახევარი მოჭრეს მშენებლობის უფლების გარეშე. მშენებლობის უფლება გაცემულია, როგორც ბატონმა მალხაზმა თქვა, მხოლოდ იმ სასაწყობო შენობაზე, სხვა უფლება იმ ნაკვეთზე არ არსებობს, მაგრამ ამ ნაკვეთის სულ ბოლოს ზემოთ კონცხზე მოიჭრა იმ კონცხის დიდი ნაწილი. მოიჭრა იქ დაინგრა და მოყვა ეს მოჭრაც. არა, მე ვიყავი იქ, ჩემი თვალით ვნახე და ბევრმა ხალხმა ნახა. აი ბატონ ზურა, სურათებს გაჩვენეთ. რომ სოფლის გრევის დავასრულებინოთ და შემდეგ რეპლიკა. გისმენთ? იქ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და მიწის სამუშაოები, ეს ნიშნავს სამშენებლო სამუშაოებს მშენებლობის უფლების გარეშე. მანამ სანამ ეს ეგრეთ წოდებული ამერიკული სოფელი დაინგრეოდა. ეს მე ორი პატარა რაღაცა ჩავრთე, თუმცა ჩემ პირად აზრს
ამ მთელი ამ კომპლექსის შესახებ კიდე მოგახსენებ თუ ამის საშუალებას აუცილებლად მოგცემ სულხან სამართლებრივად მაინტერესებს თქვენ რა ლაფსუსებს ხედავთ თავეჭდილება რაც მე დამჭა არის ის რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ყველაფერი მოარგო პროექტს ჩვენთან შიდა კანონმდებლობიდან გამომდინარე ძალიან ნიოლია იგივე თქვა ზონა შეცვალო იქნება ეს მთავრობის დადგენილება შეცვალა ასე რომ ეს ძალიან მარტივია და თავისთავად არგუმენტად იმის მოყვანა რომ თქვა ზონამ შეიცვალა სტატუსი და ეხლა ამ პროექტთან მიმართებაში კონფლიქტი არ არის რა თქმა უნდა ვერ იქნება სწორი არგუმენტი მით უმეტეს რომ მე შეშთაბეჭდილება მრჩება რომ ზონა მოარგეს პროექტს და არა პროექტი ზონას ეს ერთ მეორე რაც შეეხება ეხლა იმ საკითხებს თუ რატომ აქ და არა სხვაგან გულისხმობ შემთხვევაში კომპანიის გადასახედა ნაკვეთი საკუთრებაზე უკვე ბატონმა ზურამ ისაუბრა ცალ-ცალ შემიძლია ვთქვა რომ და ამ შემთხვევაში მე პრეტენზია მაქვს არა კომპანიასთან და ინვესტორთან არამედ მათ თვითმმართველობასთან და აქვიდან მე ვამბობ რომ სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება თბილისის თვითმმართველობას თავიდან ბოლომდე ვინაიდან კომპანიამ შეიძლება სხვა საერთოდ რაღაც აბსოლუტურად ისეთი რამ აშენება მოინდომოს იქ რისი უფლებაც არ უნდა მიიღოს რა თქმა უნდა ხო სხვა თემა ეხლა ეს უნდა აშენდეს არ უნდა აშენდეს ამას დავანებოთ თავი ანუ რის თქმა მინდა უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობა პირდაპირ არნიშნავს იმას რომ ეს არის მთავარი არგუმენტი შენ რაც გინდა ის ააშენო იქ ანუ ის არგუმენტები რაც ახლა კომპანია მოიყვანა ყველა არის ეკონომიკური ინტერესები ეს არის აბსოლუტურად რაც შეიძლება კერძო ინვესტორს ჰქონდეს მაგრამ ჩვენში დაკავებულობის მიუხედავად რომელიც იმდენჯერ არის დაჭრილი და დაჩეხილი რომ შეიძლება ყველაფერს მოარგო ჩვენ ვართ უამრავი კონვენციის მონაწილე მხოლოდ ერთ კონვენციას ვიტყვი ეს არის ფაროს კონვენცია მეათე მუხლი პირდაპირ ამბობს და არ ვიცი ვირის თვითმმართველობა როცა ამ თემაზე მსჯელობს და კულტურის სამინისტრო და სააგენტო ეს კონვენცია თქვათ მოიშველიეს თუ არა და გადახედეს თუ არა ამ კონვენციაში პირდაპირ წერია არ შეიძლება ეკონომიკური ინტერესების განხორციელების დროს შენ დაარღვიო კულტურული მემკვიდრეობის სულისკვეთება, ანუ მისი მთლიანობა. ეს კონვენცია ამბობს, რომ შენ პირიქით კეთილი უნდა ინებოდა ეკონომიკური ინტერესები უნდა მოარგო კულტურულ მემკვიდრეობას და არა პირიქით კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკურ ინტერესებს. მე რასაც ვისმენam ყოველ შემთხვევაში დარგი სპეციალისტებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად საპირისპიროს ხედავ, რაც ამ კონვენციის საწინააღმდეგოა მაგალითად და იგივე სადასტურებს კომპანია, რომელიც ამბობს, რომ რეალურად მისი ინტერესი არის ეკონომიკური ინტერესი. ხო, ასეთ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ეს მისი ინტერესი იყო. არა, ეს ლოგიკურია აბსოლუტურად, კი. სულხან, ბუდის ვიხდი ერთ კითხვას, უბრალოდ. სად ირღვევა კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ შემთხვევაში იქნებ და ფაროს კონვენცია მეათე მუხლი. არა, ლოკაციის შემთხვევაში სად ზურა უპასო ამ შეკითხვაზე უკვე სპეციალისტებმა უნდა უპასუხოთ. კულტურული მემკვიდრეობა ირღვევა იქ, სადაც ფორმალურად დადგენილი საზღვრის მომიჯნავეთ ფონურ ლანდშაფტს ანგრევთ. აი იქ ირღვევა. იმ კანონში წერია, რომ იმ ფონის დარღვევაც არ შეიძლება. ფონური ლანდშაფტი რომელია ბატონ ზურა? სანამ საბჭოთა კავშირის დროს გამწვანდებოდა და ხრიოკი სადაც აშენებთ ის არის ფონური იმისი. ხო, მაგრამ როდის არის შექმნილი? აი ის სულხან თქვენ გეშებათ ამას. აი სად ირღვევა ამ შეკითხვაზე პასუხით ხო? აპატიეთ, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელობა იმას, რომ ეს ფონური ლანდშაფტი უკაცრავად ეს გამწვანება იმ ტერიტორიის კომუნისტების პერიოდში მოხდა თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს. თბილისისთვის ეს ტერიტორია და ეს ლანდშაფტი იყო ზუსტად ის ფონური და გამსაზღვრელი რა საზღვრებშიც ერთ-ერთი გამსაზღვრელი იყო ზუსტად ეს მხარე. რაშიც თბილისის ძირითადი საზღვრები მოექცა. ეს არის ახლა კულტურული მემკვიდრეობის თემაზე მიდეთ, ამას აუცილებლად გიორგი დაუთმოთ დრო თამაშს თუ შეიძლება რომ არ შემაწყვეტინოთ თუ რამე გაქვთ საქმელი, მაშინ თქვა ბძანეთ და მე ვიტყვი. არა, თამარ დავასრულოთ. დაიცავე აღადგინე არ დააზიანო. ეს არის ლეიტმოტივი, რომელიც გასდევს ისტორიული ქალაქის განვითარებას. ისტორიული ქალაქი არ არის მარტო არქიტექტურულად ღირებული კონკრეტული ობიექტები. ეს არის მისი მთელი ლანდშაფტი, ურბანული ქსოვილი, ფონური განაშენიანება, ხედები, სოციუმი, მულტიკულტურულობა, ყველაფერი. თბილისი განლაგებულია ქვაბულში, როგორც ვიცით და მას გარშემო არტყავს ქედები. საუკუნეების განმავლობაში თბილისმა გაანაშენიანა ამ ქედების ნაწილი და დაიტოვა სივრცე, დაიტოვა ბუნება და დაიტოვა სასუნთქი ნაწილი. თბილისის ღირებულება ისტორიული თვალსაზრისით და მისი კულტურული და მხატვრული თვალსაზრისით ეს არის არა მარტო მისი ურბანული და არქიტექტურული განაშენიანება, არამედ მისი მიმართება ბუნებასთან და ამ ლანდშაფტთან. ეს არის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და მნიშვნელოვანი თვისება. ის არასოდეს არ ანგრევს ლანდშაფტს, ის ყოველთვის ეწერება ლანდშაფტში. ამიტომაც იყო ის ზონა, რომელსაც დღეს ვერ ანგრევთ და აქ აშენოთ უზარმაზარ ახალ ქალაქს. ეს არის ქალაქი, რომელიც პრაქტიკულად მასშტაბით არის ძველი თბილისის ხელა. ამიტომაც იყო ის დაცული კულტურული მემკვიდრეობის კანონით. ამიტომაც იყო ის ლანდშაფტის დაცვის ზონა და ამიტომაც ამ კანონს ქონდა აზრი. დღეს ეს ყველაფერი კარგავს აზრს.
თუმცა ჩვენთან კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სავალდებულოა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვლევებისათვის. ძლიერნი ამა ქვეყნისა ამ კანონს არაფრად არ აგდებენ. ეს თქვენი ბრალი არ არის, არის სახელმწიფოს ბრალი. წლებია უკვე საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა ისტორიული ქალაქების განვითარების. და წლებია ჩვენ გვიწევს თქვენაირ ინვესტორებთან ბრძოლა. წლებია საქართველოს სახელმწიფო სასწორზე აყენებს ორ რამეს: ან ეკონომიური კეთილდღეობა, ან კულტურული მემკვიდრეობა. აი ამ ეკონომიურ მომგებიანობას და კეთილდღეობას ჩვენ ვერ ვხედავთ. თქვენ რომ დაგიჯეროთ, ზუსტად ასე იძახდა წინა ხელისუფლება. რიყის პარკს უნდა მოყოლოდა ბუმი ეკონომიური. სპორტის სასახლის უკან განაშენიანებას უნდა გადავექციეთ მონტე-კარლოდ. ხოლო აი იმ ხიდს უნდა მოეზიდა მთელი მსოფლიოს ტურისტები. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე ნადგურდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ და თქვენ არ გვეკუთვნით, ეს არის მომავალი თაობებისთვის გადასაცემი მემკვიდრეობა. და მე მინდა, ეს არის ქალაქი, ეს არის ქვეყანა, სადაც პირობებს კარნახობს ინვესტორი, სადაც კულტურული მემკვიდრეობა ეწირება ადამიანების, კონკრეტული ადამიანების ახირება. მე არ მაინტერესებს თქვენ რა მიწა გაქვთ ცოლაკის ქედზე. მე გეკითხები თქვენ, რას მოუტანს ეს ყველაფერი ისტორიულ ქალაქს? იმ ისტორიულ ქალაქს, რომელიც ფაქტიურად აღარაფერი აღარ არსებობს. თქვენ არ გაღელვებთ, არც გაინტერესებთ იუნესკო მიგვიღებს თუ არ მიგვიღებს. თქვენ არ გაინტერესებთ ზემოდან რო გადმოიხედება და უკაცრავად ნებისმიერ ობიექტზე შეიძლება იგივე გავიმეოროთ. ნებისმიერ ობიექტზე. არ გამაწყვეტინოთ თხოვეთ. თქვენ არ გაინტერესებთ ზემოდან რო გადმოიხედება, ის ხედი მოგწონთ, აბა შიგნით ჩადით, რა ხდება? მე მინდა მოსახლეობას მიმართო და გეკითხები თქვენ, ეს პროექტი გულისხმობს რეაბილიტაციას ძველი თბილისისა? არ გულისხმობს. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო. ის, რასაც თქვენ ეუბნებით, ეს არ არის მართალი. ისტორიული არც ერთი შენობის რეაბილიტაცია არ იგულისხმება ამ პროექტის მიხედვით. მე მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ როდესაც ეს მშენებლობა დაიწყება, ეს ვიბრაციები კიდევ უფრო დააზარალებს მათ სახლებს. როდესაც თქვენი შენობა აშენდება და ჩაიკეტება ერთადერთი სასუნთქი სოლოლაკისთვის, კიდევ უფრო მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება და ამაზე ქალბატონი მანაი ლაპარაკობს. და როდესაც აი ეს სატრანსპორტო ქსელი ამუშავდება და კიდევ გაიზრდება დატვირთვა 100-იანის მოსახლეობა. მე ვილაპარაკოთ რა სიტყვის. მე არ თქვენ ლაპარაკობთ სრულიად ასოციალურ, არასოციალურ პროექტზე. ლაპარაკობთ რაღაცა 7 ვარსკვლავიან სასტუმროზე. ჩვენ გეუბნებით, რომ ჩვენ კარგავთ ისტორიულ ქალაქს. ჩვენ გვაქვს დღეს სიტუაცია, როდესაც ისტორიული ქალაქი გვენგრევა. ეს თქვენი საქმე ნამდვილად არ არის. მე უბრალოდ მივმართავ ჩვენს სახელმწიფოს. მან თუ არ დაასრულა და არ შექმნა ჩარჩო, სადაც ყველა ინვესტორს იმის და შესაბამისად მას რა მოუნდება აშენოს, არ ექნება უფლება. ჩვენ უბრალოდ ყველაფერს დავკარგავთ. მე უბრალოდ მცხვენია იმ ადამიანებისა, რომლებიც 2 წლის წინ იძახდნენ, რომ შუშის ხიდი, იუსტიციის სახლი და რიყის პარკზე არსებული საკონცერტო დარბაზი უნდა აიღონ, იმიტომ რომ ის არღვევს ისტორიულ განაშენიანებას. და დღეს ამართლებენ თქვენ პროექტს. ის შენობები, იმიტომ კი არ იყო ცუდი, რომ მიშა სააკაშვილის ახირება იყო. არა, ის არღვევდა ისტორიულ ზონას. ასევე არღვევს თქვენი შენობები. დასკვნებში, რომელზეც იძახეთ ჭანიშვილის და ალა პროზეროვა. ალა პროზეროვა პირდაპირ გიწერთ, რომ რუსთაველის პირველ ნომერს არ უნდა აცილდეს თქვენი შენობა. ჭანიშვილის დასკვნაში არსად არ წერია, რომ თქვენ შეგიძლიათ აი ამის გაკეთება. 30,000 ხეზე ნანახი გაქვთ ეს კვლევები? ორივე ნანახი. ხოდით ეხლა ერთად ნახოთ. ერთი წამით ჩვენ ახლა სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ, მე ორი სიტყვა და სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ და შემოგვიდეთ. ერთი წამი. ის მოსასმენად ძალიან საამურია, ესე გიყვარდა, ესე ფიქრობ თბილისზე, მაგრამ ერთი ძალიან კონკრეტული კითხვა მაქვს. თბილისის საკრებულოს ეკისება თუ არა ვალდებულება მოქალაქეებთან გადა იმისა, რომ სოლოლაკი თავისი ისტორიული ხედი შემოინახოს, აგრეთვე გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა და ბატონ ალეკოლისაშვილთან მაქვს შეხვედრა. ეს მეორე ნაწილში ჩვენ ეს უნდა გავიდეთ რეკლამაზე. რეპლიკა არის, რომელიც პირდაპირ მიმულია. თითქოს ეს ანგრევს თბილისს, ეს საზოგადოება, როდესაც ისმენს, რომ ეს ინგრევა თბილისი, თითქოს რაღაც დეგრადაცია ვიდივართ უკან, ეს არის აბსოლუტურად კნარის სისულელე, ეს არის საზოგადოების ტყუილში. მოდით რა, კორექტულობის ზღვარს ნუ გადავდივართ. სისულელეში შედი. ერთი წამი. საზოგადოება შეხავთ სიცოცხლეში. არა, ერთი წამი. ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ. საზოგადოება მოატყუონ და როდესაც ძალიან ხომ. აზრის გამოთქმა ბატონო ალეკო გესაუბრებ იმაზე, რომ
არავის დავალებული არ ვარ, მე ვარ უნივერსიტეტის ძალიან გთხოვთ. მე ვარ მომენტი. ძალიან გთხოვთ, ცეთ ერთმანეთს ერთი წამი ალიკო. ძალიან გთხოვთ. ალიკო. არავის არ უსაუბრია და არავის არაფერი არ დავალებია ბატონო ალიკო. ძალიან გთხოვთ. მე მინდა რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება მის ქალაქში. ჩვენ ახლა 2 წუთიან რეკლამაზე უნდა გავიდეთ, თუმცა მე თამარს მინდა უთხრა რომ სახელმწიფოს შევეხეთ, მთავრობას შევეხეთ, ჩვენ მეორე განყოფილებაში სწორედ მათთან გვექნება ყველაზე მეტი შეხების წერტილი, ანუ ისინი გამოვლენ უკვე მთავარ მოპასუხეებად მიკროფონებთან და ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად დიალოგის რეჟიმში. მე გთხოვთ არ ნუ გადავალთ კორექტულობის საზღვარს. ძალიან გთხოვთ. ერთი რეპლიკა, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ რაც ნათქვამი. რეკლამა და შემდეგ რამდენი რეპლიკაც გნება? პირდაპირ 2 წუთში ბრუნდებით. წუთი მჭირდება, უცებ გეტყვი. რეკლამა და შემდეგ. გაცვითი შეფასების ანგარიში. ამაზე მეორე განყოფილებაში უნდა ვისაუბროთ და არის მოპასუხე აქ ამასთან დაკავშირებით. რეკლამაზე გავდივართ 2 წუთში დავბრუნდებით. ბრუნდებით რეალურ სივრცეში და საუბრობთ პროექტზე პანორამა თბილისი და თამარა მაშუკელმა პირველი ნაწილი დაამთავრა პრინციპში სწორედ მიმართვით ეს იყო საუბარი და მთავარი ალბათ გასარკვევი არის მაინც რა პოზიცია უჭირავს ამ შემთხვევაში მთავრობა სახელმწიფოს საკრებულო ალიკო ელისაშვილი მობრძანდით თუ შეიძლება საკრებულოდან ბატონი სოსო მანჯავიძე ბატონი დავითი ასევე მერია ბატონი ოთო ბატონი ნინო და ბატონი გიორგი კაკაურიძე უკვე ეკონომიკის სამინისტროდან ფონდმა რა პროექტით მოგმართათ მერიას რა დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი კარგი რომ გითხავთ რომ ერთხელ და სამუდამო თავიდან ბოლომდე მოუყვები თუ როგორ ხდება პროექტი ოღონდ ძალიან სწრაფად დრო ცოტა მაგრამ მოსაყოლ რომ ძალიან ბევრჯერ ითქვა თუ გინდის რომ ინფორმაცია არ ქონდა თუ გინდის რომ კვლევები არ ქონდა ობიექტი არის მე-6 კლასის შენობა რას ნიშნავს მე-6 კლასის შენობა? მე მინდა ვიცოდე. მე-5 კლასი. რას ნიშნავს მე-5 კლასი? ეკონომიკის ეს ნიშნავს ანუ განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორებით. ამ შემთხვევაში ანუ შეიძლება იყოს კონსტრუქციული, შეიძლება იყოს საინვესტიციო და აი ამის და გამო გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს და ის გასცემს უკვე ნებართვა სამშენებლოს. ეს ერთი პირველად არის აღსანიშნავი. მეორე ჩვენთან ანუ მერიაში თვითმმართველთან უკვე მომართვა იყო გაკეთებული ზონის ცვლილებაზე კონკრეტულ ტერიტორიაზე. როდის იყო ეს მომართვა გაკეთებული? ეს მომართვა იყო გაკეთებული ზუსტ რიცხვი ნამდვილად ამახოს, მაგრამ დაახლოებით 1 თვის წინ. შემდეგ მიმდინარეობდა უკვე მსჯელობა და რაღაცა ანუ საბუთების ნაკლებობა და მოთხოვნა იყო წარდგენილი მერიას და ეკონომიკის სამინისტროს გამოთხოვა ინფორმაცია და მიღების შემდგომ უკვე ეს ყველაფერი განიხილა ზონალურ საბჭოზე, სადაც ბატონი ირაკლი მორღულია ძანდებოდა და ზოგადად ირაკლის ინფორმაცია თავიდანვე მოყოლებული, მინდა აღნიშნო ქონდა რომ ყველაფერს და თქვენ ხშირი კომუნიკაციაში ხარ და ანუ არც ყოფილა არაზრს დახურული. ისაც უკვე აიღნიშნა, სანამ ანუ რატომ გაგრძელდა ეს პერიოდი ამდენი ხანი მერიის მხრიდან და არ მოხდა პირველივე დღესვე გატანა ზონალურ საბჭოზე. მიზეზი იყო ესეთი. ორჯერ მოხდა მერიაში საჯარო განხილვა პროფესიონალებთან ერთად. ანუ თუ იმის და გამო საბჭოს ყოველივე წევრი ესწრებოდა აი ამ განხილვებს, აგრეთვე იყო მოწვეული სხვა პროფესიონალებიც. იყო მსჯელობა ამ პროექტის ირგვლივ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ეს და უნდა განხორციელებული. იყო რამოდენიმე მითითებები ნამდვილად მიცემული დამკვეთისთვის თუ რა იქნებოდა სახარბად რა არა. არქიტექტურულ გადაწყვეტასა მიმართებაში ნამდვილად იყო რომ ფონდს სწორი მიმართულება არის შეფენილი პროექტი და კლდესთან მიმართებაში არქიტექტურულ გადაწყვეტილებას ნამდვილად ეთქვა დადებითი პოზიცია რომ გადაწყვეტა თვითონ ზედანაწილის არის სწორი არქიტექტურული. აი ამ ორი საჯარო განხილვის მერე უკვე გავიდა ეს ყველაფერი ზონალურ საბჭოზე, სადაც რა თქმა უნდა იყო სხვადასხვა მოსაზრებებიც, ყველას ჰქონდა თავისი შეხედულება და ეს ყველაფერი აგრეთვე საჯაროა და შეგვიძლია თუ აი ეს ოქმის ნინო ერთი კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვათ, აუცილებლად უნდა დაგისვათ. იმაზე რაზეც ახლა თამარმა ისაუბრა გადაცემის პირველ ნაწილში. თქვენთვის როგორც ქალაქის მართვის მთავარი ინსტიტუციისთვის არის თუ არა არგუმენტები ის რაც აი ახლა მოტანილი იყო პირველ ნაწილში. კი ბატონო, პირველ ნაწილში ნამდვილად სწორი კითხვა იყო ისტორიულ ზონასთან მიმართებაში. ისტორიულ ზონასთან მიმართებაში მინდა პროექტში ბოლოდ კითხოთ, რამდენად გარკვეული ხარ რა ნაწილი ხდება საერთოდ ისტორიულ ზონაში, ანუ საერთოდ რა ნაწილი ხდება და თუ გინ ლანდშაფტის ზონაში, მაგასაც ვიკითხავ. ანუ მართლა ვიკითხავ, იმიტომ რომ მე მოვყვები ამ ყველაფერს თვითონ ლანდშაფტის ზონის ცვლილებაც რო განხორციელდა, რა ნაწილი მოხდა ლანდშაფტის ზონის ცვლილების დროს, მშენებლობის რეალურად. მაგრამ შეიძლება ის მან დააზიანოს ის ისტორიული ნაწილი, რომელზეც თავარი საუბარი. ანუ იმიტომ აღვნიშნე, რომ რეალურად ძალიან დიდი ხნის მსჯელობის მერე დათვლაც კი მოხდა, 10%-იც კი არ არის შეჭრილი რეალურად პროექტი ისტორიულ ნაწილში, ეს ერთი და ლანდშაფტი ნამდვილად და შეეხება ლანდშაფტის ვარიანტს, რომელსაც შეეცვალა ლანდშაფტ სარეკრეაციო ზონა ედო და მოდით საბოლოო ჩამოყალიბდეთ რა ედო და რაც შეეცვალა სარეკრეაციო ზონა ორად შეეცვალა ნამდვილად. ბატონო, სამათო
არა, ორად შეიცვალა. ორად და ძალიან გთხოვთ, ანუ კიდე ერთხელ ვითხოვ. ეს არის საჯარო ინფორმაცია. რამდენი ამის განხილვა მიდის, ყოველთვის არასწორად ითქმება, თუ გინ ზონის ცვლილება, თუ გინ კოეფიციენტის რაოდენობა და ეს არის საჯარო, ხალხო, გამოითხოვეთ. რაც შეეხება იმას, რომ რატო არ იყო კვლევები ჩვენთან, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს კითხვა კიდევ აღარ დაისვას, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტრო იყო მომართველი, მან რა საბუთებით მოგვაწოდა, ამის რაც კი იყო მათი მხრიდან მოწოდებული, საჯარო ჩვენთან აიწვირთა. ტასჯიზეთებს ყველა ინფორმაცია, რაც კი თვითმმართველზე იყო გამოცემული აბსოლუტურად. რა შეიძლება ლანდშაფტური ანუ თქვენ ეკონომიკის სამინისტრო მოგმართ თუ ფონდმა? აი ხო ეკონომიკის სამინისტრო. იმიტომ რომ პროექტი რეალურად მიმართულია ეკონომიკის სამინისტროს გამომდინარე იქიდან არის მეხუთე კლასის შენობა. ლანდშაფტ მეხუთე κλასის შენობა, მაშინ იცით რა, მე პროფესიულ ტერმინებში მანდამაინც ვერ ვერკვევი და სწორედ მაყურებელიც მინდა არ დარჩეს ბოლომდე გაურკვევლობაში. გისმენთ ყურადღებით. შეიძლება გავცე პასუხი, რატოა მეხუთე კლასის შენობა? დიახ. ბატონო, მოგეხსენებათ, კლასები განისაზღვრება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. ამ შემთხვევაში შენობებში არის 24 მეტრზე მეტი მალის ან კონსოლის ან კოჭის მქონე ელემენტები. ეს ძირითადად ეხება საკონფერენციო დარბაზებს, რის გამოც ეს ობიექტები მეხუთე კლასის ობიექტებად არის დაფიქსირებული. ანუ ყველა შემთხვევაში, როდესაც ასეთი შემთხვევა გვექნება, ჩვენ მეხუთე კლასში გვყავს შენობა, ეს რო ერეკლეს მოედანზე იყოს ან მეიდანზე და ამ შემთხვევაში აღარ ამაში არ ეხება არც ზეგთა დაცვა, არც კულტურის სამინისტრო, არც ფილმის მერია. მე ეს არ მithქვავს. ამ შემთხვევაში კლასი განისაზღვრა, მაგრამ პროცედურულად იწყება ადმინისტრაციული წარმოება ეკონომიკის სამინისტროდან და ერთვება მასში შემდგომ აბსოლუტურად ყველა ის უწყება, რომელიც უნდა მონაწილეობდეს. ეს არის ქალაქ თბილისის მერია და შესაბამისად ყველა სხვა დანარჩენი უწყება. რაც შეეხება ლანდშაფტურ ზონას, რომელიც რეალურად შეიცვალა, ну, ადგილმდებარეობაზე დღეს რა მდგომარეობაა, ყველამ ვიცით, ანუ რა სახე არის დღეს. ლანდშაფტის სამშენებლოდ ლანდშაფტს შეხება ხდება მხოლოდ 18%-ით, ანუ რეალურად ლანდშაფტ, რასაც კი ქონდა ფუნქციური ზონება ლანდშაფტურ სარეკრეაციო, იქ მხოლოდ 18% არიან შეჭრილი სამშენებლოდ. დანარჩენზე სამშენებლოდ არ ხდება არანაირი შეხება პროექტის ფარგლებში. ცოტაა 18%? ძალიან. 18%-ზე არა. საქმე არის, აი ყველა მიცის ამ დარბაზში, მიკროფონები რო გამოირთვება და კამერები გაითიშება, ბევრი მოადა გეტყვის რომ ხო, ნუ ახლა ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი არქიტექტურული არჩევანება და ახლა ერთი აღნიშნეთ მიკროფონი რომ გამოჩნდა შეიძლება ანალოგიურად ვერ დაგეთახმოთ ადამიანები ვართ ერთმანეთს ყველანი კარგად ვიცნობ და ეს არის ბიძინა ივანიშვილი თავი და თავი ამ პროექტის პრობლემაც და ყველაფერიც არის ის რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი არქიტექტურული კაპრიზია ეს დანარჩენი ყველაფერი ერგება მეხუთე კლასი რატო გადაიტანეს რომ პირდაპირ თავრობას დამტკიცება უნდა საკრებულოზე მანდამაინც ზონა რატო გადმოიტანეს და საკრებულო არაფერზე ძარღვი არ უტოკავს საკრებულო სიტი პარკი ერთხელ არ დაგვიბარებია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი განხილვა არ ყოფილა ქაოტურ მშენებლობებზე ერთი განხილვა არ ყოფილა არაფერზე განხილვა არ არის საკრებულოში 25-ში შემოვიდა ეს საკითხი 26-ში ურბანული კომისია გაიარა საზოგადოებრივი განხილვა გაიარა და 30-ში დამტკიცა ასე ოპერატიულად არასოდეს არ უმუშავია საკრებულოზე არაფერზე სიტი პარკის წარმომადგენელი საკრებულოში 6 თვის მანძილზე ერთხელ არ მოგვიყვანია ერთხელ ეს რატომ მოხდა ასე სწრაფად გავა ბიძინა ივანიშვილის არის და ყველა მიცის რომ ახლა უნდათ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნო ამაზეა და ბიძინა ივანიშვილი კიდე ზუსტად ვიცი რომ აპაპაპ ვერავინ ვერ უბედავს ამ პანორამა თბილისის ლაპარაკს იმიტომ რომ მას უნდა რომ აი ესე იყოს ზუსტად აი ნუ რაღაცა კომპრომისზე წავიდა ეგ 2 ხით მეტი ჩარგო ერთი სართული ჩამოწია ასე შემდეგ ასე აქ რაზე არის ლაპარაკი და რა გრძელდება რომ როგორც ძალადობდა არქიტექტურულად სააკაშვილი თბილისზე ოღონდავლაბრიდან ასე ჩრდილოეთიდან სამხრეთით ახლა სამხრეთიდან ჩრდილოეთით უყურებს ძველ ქალაქს ბიძინა ივანიშვილი სამწუხაროდ აქვს მას ეს რაღაც აკვიატება არქიტექტურული და ახლა იზალადობს და ყველას უნდა ისტორიულ ქალაქში რაღაცა შუშის რაღაცა ჩადგას თქვენ თქვით შარმიაო და იქით ვარვარგაო და აქეთ კარგიაო აბა როგორ მოიქცევდა აქ ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა რომ ქალაქს არ ყავს საკრებულო რეალურად ქალაქს არ ყავს მერია რეალურად ჩვენი ვალი რა არის მე ამ შემთხვევაში ვთქვათ რომ ვითომ არ არის ბიძინა ივანიშვილი არ ვიცი თვინ არის
ფულიანი ხალხი უწესებს ამ ქალაქს კანონს. იმელის შენობაზე უნდოდა ძეგლის სტატუსის მოხსნა. გოკა გაბაშვილმა მოაწერა ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, კინაღამ დაანგრიეს, ჩოჩხი ძლივი შევინარჩუნეთ, უსახურაო უფანჯრო. მირზა შაფსე უნდოდა ლანდშაფტური ზონის მოხსნა, სააკაშვილთან გასულები იყვნენ. მოუხსნეს, კლდის მოჭრა უნდოდათ, მოჭრეს, მიდი კაცო, ფულიანი ტიპი ხარ, ჩადებ, მიდი, სააკაშვილს ხომ მოწონს. ახლაც ასეა. ქალაქს იმიტომ უნდა ყავდეს საკრებულო და ქალაქს მერია იმიტომ უნდა ყავდეს, ანუ ხელმძღვანელობა, რომ წესი და კანონი შეიმუშაო და შენ უნდა უკარნახო იმას პირობა. ქალაქის ინტერესი ჯერ უნდა გაიაზრო, უნდა შეიმუშაო და ინტერესს უნდა მოარგო ის მდიდარი ტიპი. ასეთი პროექტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, მაგრამ არა იქ, სადაც უნდა ეს უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ ეს არის გამანადგურებელი ისტორიული ქალაქის. ტვირთა დაწვება. შეხედეთ, არის მარტივი მოცემულობა, ხო? მტკვარი ყოფს ქალაქს გეოგრაფიულად ორ ნაწილად. ისტორიულად ძირითადად მარჯვენა სანაპირო ვითარდებოდა თბილისის. იყო ისანავლაბარი, მერე კუკია ჩუღურეთი და დიდუბე იყო მაქსიმუმი. მერე იქი წავიდა გლდანისკენ და ცოტა აქეთ ნავთლუღისკენ, ხო? უფრო განვითარებული არის მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ეს არის მოცემულობა. არათუ განვითარებულია, უკვე ინფრასტრუქტურულად არის აბსოლუტურად გადატვირთული. იმიტომ რომ ის რაც შენდება, რო აშენდება, იმელის უკან იქნება თუ რაც შენდება მთაწმინდაზე, ვერაზე, საბურთალოზე, ვაკეში ეს იმხელა ისეთ საცობები ხო აქეთ არის უფრო მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ეს საცობები ციდან ხო არ ჩამოვარდნილა, გაჩნდა იმიტომ რომ ხალხი ცხოვრობს, ოფისებია და მოძრაობა არის მარჯვენა სანაპიროზე. როცა მარცხენა სანაპირო ითხოვს განვითარებას და ტერიტორიაც აქვს, სივრცეც აქვს, არსენალის მთა, თბილისის ზღვის მიდამო, ქალაქის პასუხისგებლობა, საკრებულოსი, მერის რო ვთქვათ, რომ მარჯვენა სანაპიროს თავი დავანებოთ და როგორც ერთ დროს კომუნისტებმა დახედეს, რომ ფეოდალური და მე-19 საუკუნის ქალაქი ამოვსებული იყო და საბურთალო განავითარეს და დააპროექტეს, ვაკე დააპროექტეს და განავითარეს და შემდეგ ესე აპროექტებდნენ და ანვითარებდნენ სხვას. ზოგს კარგად, ზოგს ცუდად. ახლა ყველას გამოწვევა რომ ბიძინა ივანიშვილის კაპრისკი არ უნდა მოარგოთ ეს ქალაქი და ვიღაცა ნების უგანდელი ან რა ვიცი მე მავრიტანელი თუ იმის რა ქვია ვინც არ უნდა იყოს მოზამბიკელი ინვესტორის არ აქვს მნიშვნელობა იმის ჯიბეს კი არ უნდა მოარგოთ ქალაქი ქალაქს უნდა მოარგოთ ეს ხალხი და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიმუშაოთ ეს დალოცვილი გენგეგმა და წესები რომელიც 6 თვეა ვერ შევიმუშავეთ საკრებულოში გონდათ კოლეგებთან საკრებულოში რამეზე გვა აქ საერთოდ აი დათოც აქ არის სამწუხაროა საერთოდ რომ ასეთ ტონალობაში მიმდინარეობს სამწუხაროა იმას ლაპარაკობ რომ ეს არის მოცემულობა ნუღელად ბატონო ალექსანდრე ბიძინა ივანიშვილი დავამთავრებს όσο შეიძლება უნდა დავარწმუნოთ თუ გვინდა კარგი საქმე გაუკეთოთ აი გულახდილად ვიტყვი მე ბიძინა ივანიშვილის მომწონდა ერთი თვისება რომ შეეძლო უკან დახევა განსხვავებით სააკაშვილისგან რომელიც აი შეიაკოდებოდა მაგრამ თავის რაღაც ფინანსობას გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილს პირადად ჩემთვის მოუხდია ბოდიში აი ამ ხელაკაც ჩემთვის ჟურნალისტისთვის კავკასიაზე რომ მუშაობდა ყველას კარგი საქმე თუ გვინდა გაუკეთოთ ბიძინა ივანიშვილს უნდა დავარწმუნოთ რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გააკეთოს ეს პროექტი ეს პროექტი ჩაჯდებოდა მარგალიტივი და გარშემო განავითარებდა შემოისრუტავდა დანარჩენ ქალაქს წარმოიდგინეთ ასეთი 7 ვარსკვლავიანი მოცემულობა რო გაჩნდეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სადაც იდეაში უნდა განვითარდეს ქალაქი როგორ ინფრასტრუქტურულად მოირგებდა დანარჩენ სივრცეს და წამოიღებდა დანარჩენ ურბანულ სიკეთეებს და ჩვენ იმის მაგივრად რომ კარგი საქმე გავაკეთებინოთ ბიძინა ივანიშვილს გვინდა ვასიამოვნა და უთხრა აუ რა კაია როცა მერე რო გამოირთვება კამერები ძალიან ბევრი მოდის ხოლმე ჩემთან და მეუბნები რომ ხო მაგრამ ხო იცი არა ბიძინას ის არის და ეხა აიცა რა თუძმა ხარ აი ეს არ გვინდა რა მოდი გულწრფელები ვიყოთ და მართლები ვიყოთ ერთმანეთთან და დავარწმუნოთ ბიძინა ივანიშვილი რომ ეს ფული ჩადოს ოღონდ სწორ ადგილას ჩადოს და განავითარებას მოახმაროს და არა განადგურებას ერთი წამი ბატონო გიორგი ერთი წამით და მე უკვე გადავდივარ ბატონო სოსოსთან თქვენ გიდოდათ რეპლიკა კი ოღონდ სწრაფად იმიტომ რომ საკრებულოს რა გარანტია გაქვთ იმისი რომ იმ ხრივ როგორც თქვენ იქცევი და რა შედეგების მიღწევაც გნებავთ რომ ანალოგიურად თქვენ მეზობლად სხვა ასევე ინვესტორი არ მოიქცევა ასევე და თქვენი მნახებ ხედებს არ დაგიფარავთ თუ კი საკრებულო მერია და სხვა სტრუქტურები არ იქნებიან კანონის დამცველები მე არანაირ პრეტენზია არ მაქვს ბიზნესთან. მე პრეტენზია მაქვს ქალაქის მმართველობასთან, რომლისთვისაც კანონი არის მარტო განსჯის საგანი და არა უზენაესი. მადლობა. მოდით პირდაპირ გადავიდეთ. პირველ რიგში კატეგორიულად არ დავეთანხმებოდი მე ბატონ ალექსანდრეს, რომელმაც განაცხადა რომ საკრებულო არ აყავს თბილისს. მე ვიტყოდი რომ ასეთი ინტენსივობით არც ერთხელ არასდროს საკრებულოს არ უმუშავია და უბრალოდ ახლა 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს გონია რომ შეიძლება გენგეგების მიღება, ან შეიძლება პრინციპულად შეიცვალოს წესები და საერთოდ ჩვენ გვესმოდა რომ მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ ვაკეში, ვერაზე და საბურთალოზე. ნუ ეს თუმცა 5 დღეში თუ შესაძლებელი გახდა ზონის სტატუსის შესვა. ეს არ იყო 5 დღეში, გეტყვით ახლა ყველაფერს. არა, რა მნიშვნელობა აქვს? ერთი წუთით
თუ შეიძლება დავამთავრებ. მე მგონი კორექტულად უნდა მოვიქცეთ, ხო? გისმენთ ყურადღებით. ეს არ მგონია რომ იყოს სერიოზული მიდგომა. მოგეხსენებათ რომ 2.5 მილიონია გამოყოფილი გენგეგმისთვის, ეს არ არის საკმარისი და გენგეგმის შედგენას ახლა აგერ დამეთანხმებიან ჩემზე მეტი იციან ამ სფეროში. ერთი წელი საკმარისი არ არის. გენგეგმასე მეტწილად თუნებათ. დიახ, თქვენი საუბრით. ეხლა რაც შეეხება საკუთრივ პროექტს და რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ეხლა ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია და არც ვიცნობ. და საერთოდ ამ პროექტზე მქონდა ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. გავეცანი ამ პროექტს და როცა ვნახე, რომ არავით არის ზიანი არ ადგება ისტორიულ ნაწილს. არავით არის ზიანი ისტორიულ ნაწილს არ. სხვათა შორის სპეციალისტებიც ვნახე, შევხვდი. ძალიან კარგი სპეციალისტებს შევხვდი და როგორ უნდა მიხვდე, არ არის ისტორიულ ნაწილში. ახლა ერთი წუთი თუ ვინმეს გონია რომ ახლა დაუშვათ ქალაქის განვითარება უნდა შეჩერდეს, იმიტომ რომ ხედები დაუშვათ ხედის შესახებ. ხედები არ არის ისტორიული ზონა. ისტორიული ნაწილი არ არის ხედები. თავისუფლების მოედანზე არ ვსაუბრობ ამჯერად. პანორამა თბილისზე ვსაუბრობ და პანორამა თბილისის სამივე კომპონენტს ვსაუბრობ იმ ნაწილზე, რომელზეც იყო ლაპარაკი, რომ თურმე ის ახლა იუნესკო არ მოგვანიჭებს ჩვენ ისმის სტატუსს. არ მოგვანიჭებს არა. თუ დაუშვათ იქ აშენდება. ისტორიული ხედები არ არის ისტორიული მემკვიდრეობა. იუნესკოსთან ეს მიმოწერა მიმდინარეობს 2001 წლიდან. ნუ თუ თქვენ გონიათ რომ ქალაქი უნდა გაიყინოს იმ იმედით რომ იუნესკომ რაღაცა მოგვანიჭოს. იმის შემდეგ რამდენი შენობა აშენდა? ბატონო სოსო. ეგ ერთი მეორე. რაც შეეხება ცეკავშირის ადგილას შენებარე ობიექტს. კი ბატონო, მე პირადად ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ ის არ უნდა აცდეს ეროვნული მუზეუმის ნიშნულს და არ უნდა დაჩtildeოს ის. ეს ჩემი პოზიციაა. დიახ, ეს ჩემი პოზიციაა. მე ვამბობ ჩემ აზრს. რაც შეეხება ერეკლეს მოედანს. ერეკლეს მოედანზე მე რამდენადაც გავეცანი, არავით არის ცვლილება და არავით არის ისტორიული ბატონო. იქნებ ჩვენც გაგვაჩნოთ ეს ყველაფერი. შეთანხმებული ჩვენ რაც ნახეთ იმ პრეზენტაციაზე ის სხვა რამე იყო. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და არა არ მინახე არ ყოფილა მე. კი ნახეთ იმიტომ რომ არა ცulis მოდით ესე ვთქვა და ისა იცი იქნებ ცulis მიყარი მე რაც ნახე არ ცulis ახლა მეორე საკითხი გეკითხები და თქვენ არა მე გეუბნებით რომ არა არ ცulis ნანახი გაქვთ ეს პროექტი და იცით თუ არ ცulis კი ბატონო თუ თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ ბზანეთ ნებისმიერი პროექტი თავის თავში უნდა მოიცავდეს რამდენიმე პარამეტრს, რომელიც მის გრადობას განაპირობებს, ხო? ის უნდა იყოს სოციალურად გრადი, ეკონომიკურად გრადი, ეკოლოგიურად გრადი. კი ბატონო. ახლა ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, ახლა რამდენად სოციალურად გრადია და დასაქმების საკითხებზე, მე მგონი ამომწურავად ისაუბრეს. ეკოლოგიურ საკითხებს თუ შევეხებით, კი ბატონო, მითხართ აი ეკოლოგიურ საკითხებს. აი ეკოლოგიური საკითხები. სწორედ გალბატონი მანანა, სწორედ გალბატონი დასაქმდნენ რიყის პარკზე იმას. ეკოლოგიურად გრადობას განაპირობებს ის მწვანე ნარგაობა, რომლის გაშენების ვალდებულებასაც კი სრულობენ ინვესტორები. ეხლა თუ თქვენ ამბობთ რომ ხის დარგვა არ არის სასურველი, ხის დარგვა გადასარევია. ხის დარგვა კარგია, შევთანხმდებით ამაზე, ძალიან. ერთი წამით, რადგან ეკოლოგიაზე ვსაუბრობთ, ბარემ ქალბატონი მანანა. კი ბატონო, ერთ შეკითხვას დაგისვათ. როდესაც თქვენ გაეცანით ამ პროექტს და ეკონომიურად მომგებიანი ეს პროექტი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში და ინვესტორი დამეთანხმება, თუ აქ იქნება უწყვეტი ნაკადი სტუმრების თქვენ სასტუმროში, იქნება უწყვეტი, ვიღაცები ხონდა მოვიდნენ თქვენ სასტუმროში ბატონო, ესე არ არის ბატონო ირაკლი, არ მოდიან საბაგიროთი ივლია. საბაგიროთი, კი ბატონო, საბაგიროთი ზუსტად მანთ მივდივარ. თქვენ იძახით, რომ თქვენ გეყოლებათ ბევრი სტუმარი სასტუმროში, თქვენ გეყოლებათ ბევრი მნახველი აკვარიუმში და რაღაცა შემეცნებით ცენტრში, თქვენ გეყოლებათ ბევრი საკონფერენციო დარბაზის მომხმარებელი თავისუფლების მოედანზე. ამავდროულად არქიტექტურული სამსახური დამეთანხმება, რომ ამ წუთში თქვენ ფიქრობთ იმაზე, რა უყოთ პუშკინის რა ქვია იმ ქუჩას, იმისთვის რომ გააფართოვოთ ის სატრანსპორტო ნაკადები. დამეთანხმება ალბათ სულ ყველა, ვისაც როდესმე რამე კვლევა წაუკითხია თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რომ სოლოლაკის უბანი, ისევე როგორც თავისუფლების მოედანი არის ერთ-ერთი ეკოლოგიურად ყველაზე პრობლემატური ავტომანქანების გამონაბოლქვის გამო. ეს არის წერილი ყველა იმ კვლევაში, რომელიც თბილისზე შემდგარა. ეხლა მე მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ზრდით კიდევ უფრო ავტომანქანების ნაკადს, იმ პირობებში, როდესაც მერიას და საკრებულოს არ წარმოუდგენია არც ერთი
არც ერთი გეგმა იმისი, როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება იმისთვის, რომ შევამციროთ ქალაქის ცენტრში ავტომანქანების ნაკადი. მაინტერესებს როგორ აპირებთ ებრძოლოთ გაზრდილ CO-ს, როგორ აპირებთ ებრძოლოთ გაზრდილ მტვერს და მაინტერესებს რა ეკონომიური სარგებელი მოდის პროექტებიდან, რომელსაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ბავშვების ხარჯზე. ეხლა მე ერთ ციფრსაც გეტყვით. 2020 ეკოლოგიის თემა დავასრულოთ წელს აღმაშენებელზე ჩატარებული გაზომვების შედეგად გვითხრეს რომ თუ შევამცირებდით 2004 წელზე მაქვს ნაპარაკი ავტოტრანსპორტის ნაკადს შევამცირებდით გამოვნაკბოლს აღმაშენებლის მოედანზე ჩვენ ამითი სიცოცხლე შეუნარჩუნებდით 157 ბავშვს ამის საპირისპიროდ ჩვენ 2004 წლიდან გავზარდეთ ავტომანქანების ნაკადი მთელ ქალაქში. შესაბამისად, ჩვენ უფრო მეტ ბავშვს და დასულ ადამიანსაც ვაყენებთ საფრთხის ქვეშ. მე ახლა მაინტერესებს, სად წაიკითხეთ აი იმ გარემოს დაცვით დასკვნაში, რომელიც ბატონს უჭირავს, რომ ეს პროექტი არის უსაფრთხო მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აქ და დედაქალაქის სად გიპასუხოთ? შეიძლება რომ გიპასუხოთ. გისმენთ. მიპასუხოთ. პირველი ახლა რაც მინდა თქვა, ანუ თქვენ საუბრობთ, რომ ამ პროექტის განხორციელება გამოიწვევს მეტ მოძრაობას იქიდან სოლოლაკიდან. ხომ ასე? არა, მე მაგაზეც არა მე ამას აბზანებ. ამაზეც იყო რა თქმა უნდა. ამაზეც ასეთენი ხუჭა დაიწყეთ რომ მეტად სატრანსპორტო ქსელით მაგაში გეთანხმებით, ამიტომ ქალაქის სწორად აქვს ამ პრობლემატიკაზე ზემო აღნიშნულ ყველა პრობლემატიკაზე უკვე რეალურად ნაფიქრებად, ან მოგეწოდებათ ინფორმაციად იყო უკვე რამოდენიმეც გაჟღერებული, რომ წავკის შინდისის ახალი გზა იქნება და რომელიც განვითაროს აბსოლუტურად იმ ასეთენ ზემო აღნიშნულ პრობლემატიკებიდან გამომდინარე, ქალაქს აგრეთვე აქვს ანალოგიური მიზეზები და ზუსტად ამის მიხედვით ცოტა უკორექტირულა მე ვიტყოდი ამ შემთხვევაში თქვენი კმეტები. თავისუფლების მოედანზე პუშკინის ქუჩის პრობლემასთან დაკავშირებით შინდისიდან ვაპირებთ სიარულს, საიდან ვაპირებთ ავიყანოთ ასეთიაში ქუჩის მომავალი ადამიანი აუცილებლად მაქედან ივლის. ან მეცილად გამოკითხოთ რა წარმოთ გიპასუხებს მაგ პასუხს ნამდვილად რომ მაქედან ივლის. თქვენ ნამყოფი ხართ ეს გზა, გარწმუნებთ რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. ყოველდღე დავდივარ ბატონო სოციალურ გეკითხებით რანაირად აპირებთ თავისუფლების მოედანზე შეამციროთ ავტოტრანსპორტის ნაკადი და მელაპარაკებით შინდისზე. შინდისი რა შუაშია? აქ ორი რამ გითხარი. აბა მითხარ. ვაკეში როგორ ამ პროექტის სხვადასხვა ეს სხვა გადაცემის თემაა, თუმცა თემა ადამიანებს პირადი ავტომანქანის ყოლის უფლებას. თქვენ ამას აპირებთ? თუ ახლა მე დებილის თაბეჭდილებას ტოვებ ზრავები შემოიღეს, კარგია ეს რა თქმა უნდა. ბატონო სოცო, მე არც იდიოტი ალცდებით თემას არა, მაგას მეუნებით ეხლა და თქვენზე მეტი მესმის გარემოს ჩვენ გავზარდეთ, ჩვენ აბზანეთ რომ გავზარდეთ მანქანების ნაკადიო. ერთი შეკითხვა შეიძლება? შეკითხვა თუ შეიძლება გუგა? ერთი შეკითხვა. ბატონო მერიამ ხალხმოებას თავი დაახარეთ, რომ იცის ვინც თუ არის ის პრობლემა რომ ქალაქი გადატვირთულია მანქანებით და ემატება მანქანები, იმიტომ რომ ყველას აქვს უფლება ქონდეს მანქანა, ხო? ქუჩებს ვერ ვაგანიერებთ. ბუნებრივია, რუსთაველს ვერ გავაგანიერებთ, შესაბამისად სანაპიროსაც ვერ გავაგანიერებთ, აქეთაც იქითაც გვაქვს ორი, რუსთაველი და სანაპირო. მე არის არსენას ქუჩა, ინგოროყვა, წვრილი ქუჩები. რა ხდება იქ ვიცით? დღეს აქ რომ მოვდიოდი, ცოტა ხნით ჩაინგრა აგერ ელბაქიძის დაღმართი და რა ხდებოდა იქ თუ გაიარეთ, წარმოუდგენელია. ესე იგი, ამითი რა ხდება? ჩემი რა ის არის, რომ ქალაქში, ცენტრში, აი ამ ცენტრში, საერთოდ გადასატანია პარლამენტი, დიდი იუსტიციის სახლი, რაც იყო შეცდომა ჩემი აზრით, აქ გაკეთება, მე არ ვებრძვი თვითონ შენობას, მაგრამ მგონია რომ შეიძლება ცალკე შენობა, ცალკე როგორც აი ეს პანორამაც თავისთავად ფთაზე კარგად არის დასკული, საინტერესოა, არანაირი, მაგრამ აქ მიუღებელია და იქ, როგორც სპესკებზე გაკეთებული ის ორი ცალი რაღაცა თავისთავად კარგია დიდი ღომში და როგორც იუსტიციის სახლის, მე თქვი დიდი ღომში, იმიტომ რომ ერთხელ მიდის კაცი იქ წელიწადში და იქ ყველა მოდის ცენტრში. ესე იგი, იქ სადაც გვაქვს პრობლემა, რახან ქუჩებს ვერ ვაგანიერებთ, იქ არ უნდა აშენდეს მაღალი სახლები ქუჩასთან შეფარდებით, რაც კი ბატონო, ზუსტად ეს პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეხლა კიდე 10000 კაციანი დარბაზი, კონფერენცი და სასტუმრო. არა, 10000 კაციანი, ჯერ ერთი ვინ თქვა? ჯერ ერთი არა, მომისმინეთ. არა, მომისმინეთ, ჯერ მე მომისმინე. 10000 არა, 2000-ია. ერთი მანქანაზე 1000 მარტო საკონფერენციო. ჩვენ აუგზავნოთ იქ დაუშვათ ბინაცენებობა, გაკეთება ალტერნატივა. სხვა რამეს ვიძახით. პარლამენტის გატანა, სამინისტროების გატანა. შინდისში, ტაბახმელაში აუგზავნოთ? სხვა შორის.
მაგას ვერ რომ გისმინოთ ყველაფერი უნდა აიგზავნოს ზოგიერთ შემთხვევაში მაგრამ თქვენი პოზიციის განხორციელების ბატონო კი არ უნდა აუგზავნოს გახდება კი არ უნდა აუგზავნოს კი არ უნდა აუგზავნოს აი ეს გეგმა რომელიც თურმე არ არის თუ შეიძლება რა არავინ არ უმატებს ბატონო ეს ამ მაგურებო საერთოდ არ ესმის ახლა არაფერი რა ერთი შეკითხვა მაქვს ქალბატონ მანანას კი ბატონო ერთი წამი ყურადღებით გისმენთ სოლაკის ქედზე განვითარებული 16 სართულიანი ოღონდ ლევთახერის მხარეს რომელსაც ქალაქიდან წვდომა არ აქვს ანუ ხედი არ აქვს ქალაქიდან არ ჩანს 16 სართული ჩანს მხოლოდ 2 სართული რო გაშენებული იყო წავკისის ოქროყანის და ასე შემდეგ სადაც სხვათა შორის 2000 ჰექტარზე გაცემული აქვს სამშენებლო ნებართვა ანუ ეს მოცულობა რო გადატანილი იყო ესე დაწვრილმანებულად და დაქუცმაცებულად აი მსოფლებში თქვენი აღშფოთების მიზეზი გახდებოდა ეს საკითხი თუ არა? არა, ქალბატონ მანანას. გეუბნებით ერთ რამეს უბრალოდ რომ ამ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ არის ჩატარებული დამაკმაყოფილებლად, იმიტომ რომ არ არის მიბმული მთელი ის პროცესები, რაც ასევე არის დაგეგმილი, მათ შორის რასაც ახლა აპირებს მერია პუშკინის სკვერთან იმასთან ქუჩასთან მიმართებაში და კიდევ ერთ რამეს გეტყვით. როდესაც 2009 წელს დამტკიცდა თბილისის გენერალური გეგმა და რომელიც დღეს არსებობს, ამ გენერალური გეგმის იმედი ჩვენ გვქონდა, რომ როგორმე ქალაქის ყველა ფუნქცია ერთიანობაში მოხდებოდა მისი გადაწყვეტა. ანუ როდესაც რაღაცას გავაკეთებდით ამ ქალაქში, მთლიანობაში შევხედავდით 9 დღეში შეიცვალა ეს გეგმა, იმიტომ რომ უნდა გაეტარებინათ ახალი გზა იმიდან. იქნებ გავასწორებ, რომ მეწილად ინფორმაციას ისწახით არაზუსტად ბოდიშს კი ვითხოვ. ბატონო. ერთი რაც შეეხება კვლევას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ეს გაკეთებულია იმ დროს, როცა მოძრაობა იყო ორმხრივი. ანუ თუ იმას ვამბობთ, რომ დღეს ეს არ არის გათვლილი პუშკინის ქუჩა, როცა ეს კვლევა გაკეთა კონკრეტულად რომლის მომხდას პრეტენზია გვაქვს. ეს თქვენი სუბიექტური მე აბსოლუტურად, ანუ ესეც არის სუბიექტის მიერ შესრულებული კვლევა და ესეც არის თქვენი სუბიექტური აზრი. ეს კვლევა რო შესრულდა, რომელსაც ეხლა თქვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში არ არის გათვლილი ის, რომ პუშკინის ქუჩა, ეს კვლევა შესრულდა მაგ დროს, როცა ორმხრივი მოძრაობა იყო, ამიტომ ამ შემთხვევაში არ განიხილება მაგ წრეში. ხვალ შეიძლება ისე ორმხრივი იყოს, თქვენ ხო ამაზე მიდის. თუ იქნება გათვლილი არ არის და არა ვერ გეთანხმებით, იმიტომ რომ გაკეთებულია იმ დროს, როცა იყო ორმხრივი რა. მე იმას ვიძახი, რომ დღეს ეს კვლევა არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც გვაქვს ქალაქში. მეთანხმებით ამაში თუ არ მეთანხმებით? არა, ვერ გეთანხმებით, პირიქით ირაკლი, გთხოვთ. საერთოდ აქვს საუბრობთ რაღაც წესებზე, ნორმებზე და ჩემზე კარგად არავინ არ იცის რა ცუდი თვისებები აქვს და რა ნაკლოვანებები აქვს იმ გენგმას, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ. რომელიც ქალაქში მოქმედებს, მაგრამ ის გენგმა მოქმედებს. გენგმასთან მიმართებაში რა ზონა ედო რეალურად არსებული გენგმის მიხედვით იმ არსებულ ტერიტორიას? იმ არსებულ ტერიტორიას თავიდან მე როგორც მახსოვს, ედო ლანდშაფტ სუპირვად ედო ლანდშაფტ სარეკრეაციო ზონა, პირველი გენგმა რო შეთანხმდა და მე გადაკეთდა ნაწილზე რეკრეაციო ზონა. არა, კარგად გადაამოწმე ინფორმაცია 2009 წლიდან რა ზონა ედო რეალურად არსებულ ტერიტორიას. პირველი თავის დროზე ამ ტერიტორიას ედო ლანდშაფტ სარეკრეაციო, ამ ტერიტორიის გასხვისება რომ მოხდა 2009 წლის მერე 2009 წლის მიღებული საბუთით. ანუ ვერ მოხდა. ზუსტად ეს შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ეს თემა მოთელილი არა გვაქვს კულუარებში. სადისკუსიო თვალსაზრისით. ჩვენი მესამე შეხვედრა ხდება, ირაკლი მურღულია რას ესწრებოდა ეს ჩემთვის არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ფართო განხილვა, როგორიც აი ამ მასშტაბის პროექტს ჭირდება, ასეთი განხილვა დიდი ბოდიში, მაგრამ არ ყოფილა. ერთი მომენტია, თქვენ ბატონო ირაკლი სვამთ კითხვას, სად ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, აი თქვენი პანორამის განხორციელების შემთხვევაში ისტორიული ქალაქის სახე. იმ სამ სალოკაციო ადგილზე, სადაც თქვენ ამ პროექტის განხორციელებას აპირებთ და რატომ ასევე გეტყვით. ისევე არ ჯეროდა წინა ხელისუფლებას ბაგრატთან მიმართებაში, რომ იუნესკო ამოიღებდა მას სიიდან, როგორც თქვენ ახლა არ გჯერათ, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდება, ჩვენ ყოველთვის კი არა და საბოლოოდ გვეტყვიან უარს იუნესკოს ზეგთან ნუსხაში შესვლილასთან დაკავშირებით და უნდა იცოდეთ, რომ კვლევები ადასტურებს ამას, როგორ მოდის ტურისტული ნაკადი ქალაქში. პირველი რაც კეთდება ის ადამიანი ვინც ფიქრობს სად უნდა წავიდეს შედის იუნესკოს ზეგთან ნუსხაში და ხედავს სად არის საინტერესო მისთვის სანახავი ადგილები არა გადავედით კონკრეტიკაზე ბატონო ირაკლი ქარსელაძე გადავედით ირანაშვილო ბატონებო
გიორგი, ერთი წამით უშება, ვაცადოთ ადამიანს. თქვენი მიდგომა გამოიხატებათ გიორგი, ერთი წამი. მიერ შემუშავებულ პროექტში. რომელი პროექტის განხორციელებისთვის ნინო ამ შემთხვევაში არ არის ეს საინტერესო თემა 18%-ით ირღვევა იქ ლანდშაფტის დაცვის ზონა 18%-ით გადავდივარ თუ არა ეს არ არის საინტერესო საინტერესო არის ის რომ აი ამითი თქვენი პროექტის ფარგლებში არ არის ის რისკ ფაქტორი გათვალისწინებული რომ ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საერთაშორისო ინტეგრაციის თვალსაზრისით იმას რასაც ქვია UNESCO ვკარგავთ ჩვენ ამ შანსს თუ არ ვკარგავთ ეს თქვენ პროექტში გათვლილი არ არის კიდე ერთი მომენტი თქვენ ერთ-ერთ ვერსიაში ცეკავს ჭირ მე გეუნებით რომ ეს იქნება და დაიმახსოვრეთ 15 იანვარი 2015 წლის და ეს სიტყვები რომ ჩვენ გვეტყვიან საბოლოო თუ არს თქვენგან განსხვავებით ჩვენ ამ პროცესში 2011 პანორამას გამო და მე თქვენი მიდგომა ისიც რაში გამოიხატება ბატონო არქიტექტორო დაასრულოს ადამიანი ერთ-ერთ რენდერში რომელიც ეხლა უკვე მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გავავრცელეთ თქვენ ამბობთ რომ ეს თემა აღარ განიხილება მაგრამ თუნდაც ის რომ თეორიულ დონეზე თქვენ თავარი არქიტექტორი განიხილავდით რუსთაველის პირველი ნომრის ნახევრად დანგრევას საცხოვრებელი სახლისას, რომელსაც ზეგლის სტატუსია და რომელი რენდერების მე გადმოგზავნილი გაქვს ნინო და მე ძალიან გთხოვთ რომ ეს გაახლოვანოთ ეს თემა. ერთი წამი დავასრულებინოთ გეხვეწები. თქვენი დაკვეთით კოტე აფხაზის 22-თან დაკავშირებით ზავრიევის ინსტიტუტთან გაკეთებული გაქვთ კონსტრუქციული დასკვნა იმის შესახებ რომ თურმე ეს შენობა და საუბარია იმ შენობაზე სადაც მესამე ლოკაცია უნდა განთავსდეს ერეკლეს მოედანზე 125 წლისაა და ის პრაქტიკულად ამოწურულია მისი ასე ვთქვათ გამოსადეგობის ვადაო ეს უკვე ნიშნავს იმას რომ თუ გადაწყდა მათი მხრიდან დამკვეთის მხრიდან არქიტექტორის მხრიდან რომ ის არა გამაგრების პროექტით განხორციელდეს იქ ამ თემის ასე ვთქვათ განვითარება არამედ დაანგრევის თვალსაზრისით ეს დასკვნა უკვე ხელთა აქვთ ეს დასკვნა უკვე არსებობს მაგრამ მე უნდა გითხრათ რომ ალტერნატიული დასკვნაც აქვს 22 ნომერი ერეკლეს 22 ნომერი იმაზე რაზედაც თქვენ ამბობთ რომ იმისი რა ქვია ზაზანიშნიანის პერიოდში არსებობდა პროექტი რესტავრაციის შესახებ. ამ პროექტის შემდეგ თქვენ გააკეთებინეთ ზავრიებს ეს დასკვნა. მაგრამ მე უნდა წარმოგიდგინოთ მეორე დასკვნა. სადაც ამ იგივე 22 ნომერთან დაკავშირებით და ეს არის 2014 წელს გაკეთებული დასკვნა. ექსპერტი ამბობს რომ 80% ამ შენობის არის გამაგრებული და ის 20% გამაგრების შემთხვევაში სრულად ხსნის რაიმე კონსტრუქციული რღვევის პროცესი. აი ეს არის მიდგომა. ვიღაცისთვის თბილისის ტერიტორია არის საინვესტიციო ტერიტორია, სადაც იცვლება მხოლოდ ამონაგები. ვიღაცისთვის ეს არის ტერიტორია, რომელსაც აქვს პერსპექტივა შევიდეს იუნესკოში. ვიღაცისთვის ეს არის საცხოვრებელი ადგილი, ვიღაცისთვის გასართობი ადგილი. განსხვავება აი ამაშია. განსხვავება არის მიდგომაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ტრიოლეტები შეითან ბაზარში ეს არ არის ის ლექსი, რომელიც მხოლოდ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. დიდი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ არც ტრიოლეტები იცით და არ შეითან ბაზარი სად იყო ის. ბატონ დავით, თქვენი არგუმენტი მაინტერესებს თბილისი პანორამას სასარგებლოდ. ეხლა აქ ფაქტიურად დარბაზში არ იქნება ერთი ადამიანი, არც ქალაქში, რომელიც იტყვის, რომ მილიარდიანი, რამის მილიარდამდე ინვესტიცია ქალაქისთვის არის ცუდი. ხო? ამაში მე მგონი ყველა დამეთახმება. არ არსებობს. არსებობს. რო ცუდია? არა, კონკრეტულ პროექტზე არ ვიძახი. რო ცუდია, რომელიც შენ ქალაქში ხორციელდება. დავასრულებინოთ. ფულმა შეიძლება მოგვიტანო ძალიან დიდი სიკეთე და ძალიან დიდი ზიანი. ეს ხო ცნობილი ამბავია. თქვენ მოგწოთ ქუთაისის პარლამენტის შენობა? ქუთაისის პარლამენტი, ქუთაისში რო პარლამენტი 300 მილიონია იქ დახარჯვა. შენობაში დაიხარჯა საბიუჯეტო ფული და ეს იყო დანაშაული. 300 რატო იყო დანაშაული? იმიტომ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა უსაზინოდ და რა ბატონო ჩვენ ცოტა ერთი წამით ჩვენ გვაინტერესებს ყველას არგუმენტი ბატონ დათო გისმენთ ძალიან რამდენი ცინიზმია ჩვენ ამ სფეროში აქ ვართ პროფესიონალები თქვენ რა პროფესიის ადამიანები თქვენ ადარებთ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ საგანს და გინდათ რომ თქვენ აზრი გაიზიაროთ არ გავიზიარებთ იმიტომ რომ არაკომპეტენტურია ქუთაისის პარლამენტი დაიხარჯა 300 მილიონი ლარი სამწუხაროდ
მოხდა ძალიან დიდი დანაშაული ის დაუყოვნებლივ და დაიკეტოს და ეს თქვენ ფიქრობთ ეს ეკაც საკაში ძალიან არ ფიქრობთ ეს აქ იხარჯება კერძო ფული და თქვენ გინდათ რომ კერძო მართოთ აქა და ეგ არ გამოვა ბატონ დავით თქვენი არგუმენტი მაინტერესებს ამ პროექტის საერთოდ სასარგებლოდ როგორ არის ხო ეხლა ცხოვრებაშიც და ესეც არის რომ შეიძლება ოჯახში ორი ადამიანი ერთმანეთს არ ეთანხმებოდეს ხო რაღაც თემაზე მით უმეტეს როცა ესეთი რაღაცა მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქალაქში მაგრამ აქ ივანიშვილის პროექტი იქნება ივანიშვილს ხშირად ახსენებენ და უშუალოდ თუ ვიღაცა ინვესტორის მოდით გავანებოთ ეხო პერსონებს თავი თქვენ პირადად თქვენი არგუმენტი მაინტერესებს თქვენ მიეცით ხმას ასარგებლოდ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ჩვეულებრივი თბილისელის ხო? კი ბატონო. არა, თქვენ არ ხართ ერთი ჩვეულებრივი თბილისელი. თქვენ ხართ საკრებულოს. კი, თქვენს პასუხისმგებლობაზე ამ პროექტის განხორციელება. მილიარდი ქალაქში. და ცოტა არ ძალიან ხოთ არ გამაწყვეტინოთ რა შეიძლება ის თუ მე გთხოვთ მოусმინოთ ბოლომდე, გისმენთ? 2 წლის განმავლობაში 6000 თბილისელს ასაქმებს. ამ 6000 თბილისელის ოჯახში უნდა შევიდეს 150 მილიონი ლარი. ციფრებზე უბრალოდ მე საუბრობ და მე ვილაპარაკოთ განსაზღვროთ უკვე მე რა ეკავატომან რა მინდა იცით თქვა სტუმარი გექნება გამდენ გეყოლებათო თქვენ თუ სახლი არ მოაწყეთ და სახლი არ აგაქვთ სტუმარი ჩამოგივათ თუ იმის განთავსების და პირობების შექმნის საშუალება არ აგაქვთ ის ადამიანი თქვენთან მოვა ან მოგერიდება ელემენტარულად ხო რომ დაპატიჟო ხო დათვლილი გაქვთ თბილისს რამდენი აქვს საშუალება სტუმარი მიიღოს ერთდროულად ან დიდი ფორუმი ან რაღაც რო ჩაატაროს არ აქვს ქალაქს ჭირდება ესეთი პროექტი დამიჯერეთ თან ჭირდება ქალაქს ეს პროექტი როცა ადამიანი თავის კერძო ტერიტორიაზე თავის საკუთარ ფულს ხარჯავს და ბიუჯეტიდან ერთიმანეთი არ იხარჯება იქ თქვენ რომ ბრძანებთ არა ასე იყო წინა 9 წელიც არ გვისმენთ ერთი წუთით ნუ მელაპარაკებით ასე იყო წინა 9 წლის განმავლობაშიც რა ნუ მაწყობინებ ძალიან 9 წლის განმავლობაში ესე იყო ესეთი განხილვები ეწყობოდა ქალბატონი საინტერესოა თქვენი აზრი არა სულ თქვენ ლაპარაკობთ ეხლა განმავლობაში ამ მნიშვნელობა აქვს განხილვებს თუ შედეგი იგივეა 9 წლის განმავლობაში ჩვენ ყვიროდით და ვიძახდით რომ ეს მოიტანს ტრაგედიას შექმნის ურბანულ პრობლემებს მაგრამ არავინ არ ისმენდა დღეს დისკუსიები არის წინა ძალიან მცირე ეს თქვენი ვალდებულება წინა გადაცემა იყო საყდრის და იყო დიდი დისკუსია მაგრამ საყდრის ისევ ააფეთქეს მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მიტინგების გამართვა და იქ ჩაწოლა და დაგჭირდება იმისთვის რომ თქვენ ნამდვილად არ გადათქვათ ამ პროექტს იმიტომ რომ თქვენ გინდათ ეს პროექტი თქვენთვის ეს მომგებიანია და თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ეს პროექტი არის აუცილებელი. მე დავიწყე იქიდან რომ ავხსენი ისტორიული ქალაქი რა არის. თქვენთვის ისტორიული ქალაქი რა არის? კონკრეტული ალბათ რუსთაველის თეატრი და ქაშვეთის ეკლესია, ხო? რა არის თქვენთვის ისტორიული ქალაქი? როდესაც ვიძახდი რომ ისტორიული ქალაქი ეს არის ლანდშაფტი, ეს არის ხედები, აი ამ ლანდშაფტში და ხედებში ხართ თქვენ. იქნებ წაგეკითხათ კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. პირდაპირ გიწერიათ რომ ახალი მშენებლობები ისე უნდა იგეგმებოდეს ისტორიულ ზონაში, რომ ის იყოს ფონური ძველ შენობებთან. ახალი მშენებლობები არ უნდა ჩაგრავდეს ძველი ზღირებულებას. აი ჩაგრავთ, აკნინებთ და აუბედურებთ მუზეუმის შენობასაც და პირველ ნომერსაც. ერთი წუთით. პირდაპირ კანონში გიწერიათ რომ რატომ აქვს ისტორიულ ზონას 3 ზონა. ერთი არის მკაცრი რეგულირების, ერთი არის რეგულირების და მესამე არის ლანდშაფტის დაცვის ზონა. ლანდშაფტის დაცვის ზონა იმიტომ არსებობს, რომ ის არეგულირებს ხედებს. იქვე გითხარით, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია მისი განთავსება, მისი დამოკიდებულება აი ამ ხედებთან. ამას არ ღვევთ თქვენ. რამდენი პროცენტი იქნება განაშენიანებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იქ განაშენიანება არ შეიძლება. ამერიკული სოფელი რო განაშენიანებული იყო, ეს დარღვევა იყო. ის რომ ეხლა რიყის პარკის, რიყის საკონცერტო დარბაზი არსებობს, ეს დარღვევა. სოლაკის ქედი არის თბილისის ისტორიული ზონის ლანდშაფტური დაცვა. ეს არის ის, რაც თბილისს ქმნის. აი ეს ხედები და ეს ქედი და ამ ქედის ბოლოს დადგმული ნარიყალა. ეს არის ისტორიული ზონა. ამას არ ღვევთ თქვენ. ეხლა რაც შეეხება ქალაქს. ბატონო სოსო, კი ბატონო, მე ძალიან. ბატონო სოსო, მე არ მესმის, ქალაქი რისთვის არის? მოვიდა ინვესტორი,
100 მილიარდით და თქვა რომ სვეტიცხოვლის ადგილას გვინდა კაი სასტუმრო საშენებლო. რა უნდა გავაკეთოთ? ნუ შეადრეს. მე არ შევთვის ერთი და იგია. მოდით რა დავიცოთ შევთვის ერთი და იგივეა. ჩემთვის ასაცაა. ლანდშაფტი თურმე, ახლა რა თურმე ჩვენ იუნესკომ რომ შესაძლოა ჰიპოთეტურად შეიძლება შეგვიყვანოს სიაში, რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ შეგვიტანს, იმიტომ რომ 2001 წლიდან იმდენი დარღვევა მოხდა ამ ქალაქში, რომ მთლიანად დარღვეულია ლანდშაფტი. ამის გამო დანო ეს გვაძლევს სადაც ისტორიული ზონაა, ზუსტად ამაშია, საქმე ისტორიული ზონაა საკეთება არაფერი. თქვენ გინდათ უბრალოდ ტარგეტები რომლით კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. და მე კარგად ვიცი თბილისის ისტორიული ზონა. თქვენზე შეიძლება გაწილებით უკეთესო. დარწმუნებული არ ვარ. ერთი კითხვა მაქვს. ძალიან მოვისმინე და კითხვა მაქვს, გამიჩნდა კითხვა. სამართალდარღვევით თუ დაუბრალდათ, დღეს ამერიკულ სოფლიო მდგომარეობაში ხო ყველამ ვიცით. იქ ქალაქის გეგმების დოკუმენტის მიხედვით ედო სარეკრეაციო ზონა 2. განვითარდა არ მოითხოვა ლანდშაფტის ცვლილება. ამ შემთხვევაში რა იქნებოდა შედეგი? ამერიკული სოფელი იყო დარღვევით გასაგებია მივიღეთ რაც გვაქვს, აი რაც არის გვაქვს, ესეთი სტატუს quo გვაქვს, მაგრამ დღეს ეს არის ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ვიდრე ამერიკული სოფელია. იმიტომ რომ ერთხელ დარღვევა მოხდა და განვითარდა რაღაცა ცუდად, ამიტომ ჩვენ ვაძლევს საშუალებას რომ რაღაც ბარემ გაუბედურებული მასიური ორომდე გავაუბრეთ. ძალიან ერთნაირად მიაყენებს. არა, ნიშნულობა. არა. და რა? ხედ, ანუ არ ახაც უყურებთ ახლა თქვენ, ხო? ესე იგი, აი ეს ბუქი. ნახაზი უნდა მომცეთ, იმიტომ რომ დაინახოს მაყურებელმა. დიახ, მუქი ამას გულისხმობ? ეს, დიახ, აი ეს მუქი ზონა რაც არის, ეს არის რეკრეაციული ზონა 3. ოდნავ ღია ფერი რომელიც არის, დიახ? ოდნავ ღია. 3000 კვადრატული და 1000 კვადრატული. რაც შეიცვალა. ამაზეა საუბარი. ქალბატონი როგორც აღნიშნა, ჩვენ ვარ შევცვალთ. კი ბატონო, არ შევცვალთ, ამ შენობას შევამცირებთ. იცვლება რა მე ამ შემთხვევაში თქვენთვის. ძალიან კონკრეტული შეკითხვა და აქ ლაპარაკია ზონის ცვლილებას. ქალბატონინო, თქვენ ერთი წამით ყურადღებთ გისმენთ? ერთი წამით. გაიგ, მე მგონი სწორად ახსენე რა კითხვას დავსვი. ანუ გაეცით პასუხი ამ შეკითხვას. ამ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი არის მართალი. იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაშიც დღეს ახლა ჩვენ ვართ, სტატუსი შეცვლა იქნებოდა თუ არ შეცვლა, ეს პროექტი მაინც განხორციელდებოდა რეალურ მდგომარეობაში. ამას ამბობთ თქვენ და ამაში გეთანხმებთ. მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ხან ტერიტორიებს, ხან კანონებს ისე ვირგებდით ჩვენზე ხელისუფლება, ანუ პროცესი რომ არ გაგრძელდეს, ამას გულისხმობ. ასე შემდეგ რომ ეს ყველაფერი უკვე არის აი ასეთ დონეზე მიყვანილი, რომ ის 18% თქვენ თქვით როგორც მთავარმა არქიტექტორმა რომ ჩვენ ლანდშაფტის დაცვის ზონა შეცვლილი საკითხი გვაინტერესებს არა იმიტომ რომ იქ განვახორციელოთ ჩვენი მშენებლობა არამედ ეს კოეფიციენტების თვალსაზრისით ასე ვთქვათ მასშტაბს ზრდის ჩვენი შენობისა ანუ აქ საუბარია იმაზე რომ იმ ტერიტორიაზე კი არ ვაშენებ რომელსაც უხსნის სტატუსს არამედ მე ჩემ ტერიტორიაზე რომელსაც ისედაც შემეძლო ამის აშენება უბრალოდ მინდა რომ კოეფიციენტი გაიზარდოს. თუმცა ამით იმ პრობლემას უკანონო მოთხოვნა. აი ეს არის მასიური პრობლემას. ეს უკანონო მოთხოვნა, სულხან, ერთი წამით მოთხოვნა, ერთი თვალსაზრისით. სულხანს ვეკითხები, ეს უკანონო მოთხოვნა დაისვა შეკითხვა მე მე მგონი ცოტა სემინდის დისკუსია. კანონიერი ყოველთვის არნიშნავს სამართლიანს. იმდენჯერ შეიცვალა კანონმდებლობა ამ ქვეყანაში, რომ ხვალ რო უარესი მიიღოს ამ ქვეყანამ არ გამიკვირდება მე. ეს ერთი. შესაბამისად ეხლა იქ არღვევს ეს არ არის მთავარი ამბობენ ადამიანები და მე არ მომბამ ამბობენ სპეციალისტები რომ კულტურული მემკვიდრეობა არ არის მარტო კონკრეტული შენობა ეს არის ხედი ეს არის ლანდშაფტი ეს არის მთელი სისტემა თავიდან ბოლომდე ხო საუბარია ქალაქის ისტორიულ ნაწილზე ეს არის ამოსავალი ამ შემთხვევაში და არა კონკრეტულად ის რომელიმე თქვა შენობასთან მიმართებაში ირღვევა რამე თუ არ ირღვევა ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად იყოს თავიდანვე გაგებული მეორე მაგალითად აქ იყო საუბარი ინსტიტუციებზე და უნდა ვენდოთ მათ უამრავ მაგალითს გეტყვით ამ ქვეყანაში საჯარო ინსტიტუციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ სფეროში რომელმაც დააკრინა და გაანადგურა კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში და ორ ქალაქს ეტყვით თუნდაც მარტო ბათუმს და თბილისს რომელიც არის კლასიკური მაგალითი არავის პასუხი ამაზე არ უგია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ და ეს პროცესი გრძელდება დღემდე რაც ძალიან ცუდია თავისთავად ბატონი ირაკლი 2009 წლის გენგეგმით მეუბნება რატო არ ხო და რამდენჯერ შეიცვალა მე ხო და თუ ეს იყო 2009-ში რატო არის ეს სამართლია ერთობით კიდევ გეტყვით ერთ არგუმენტს რატომ არის პრობლემური უნდა იყოს თუ არა ის არაბულო სპეციალისტი მე გეტყვით რატო არის პრობლემური ეს პროცესი რაც ახლა იქ უნდა დაიწყოს და ნაწილობრივ დაწყებულია როგორც ამბობენ თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია თბილისში ვინმე მიცის დღეს არავინ არ იცის
ბევრი კი არა ნახევარიც აღარ არის. რამდენი? რამდენი? ფენარიცით ზუსტად. იცით რა უბედურება ის რა არის კულტურის სამინისტრო ეკონომიკური მინიჭებული რაოდენობა ვიდეო ხამშეთქვეშ ყველა მისდრო ძეგლიც ალბათონო ნინო მე არ გასწრებდით თქვენ მეცლავთ ნების ალბათონო ნინო შეუსვა ძეგლსაც ზოგი ძეგლია ზოგი არ არის ძეგლი ამ შემთხვევაში თუ აი ოფიციალურად სამსახურები რეალურ ძეგლებს დამეთანხმეთ ორივე რომ ვერ გავსვათ ერთი წუთით მართალია არავინ არ რამდენი ძეგლია ზუსტად თბილისში და გეტყვით რატომ 2007 წელს კანონი რომ მიიღო სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმის შემდეგ უამრავჯერ გადაწიეს აღრიცხვის და ინვენტარიზაციის პროცესი თავზე გვენგრევა ყველაფერი რეალურად რამდენი არ არის მისამართებს გეტყვით სირა და თამარი რომელზეც მითითებულია რომ უნდა იყოს კულტურული ანუ რა მართლა რა კავშირშია ბოდიში ბატონს იმ კავშირშია რომ რეალურად ჩვენ ვაკეთებთ პროცესს როცა არ ვიცით ქალაქში რამდენი ძეგლი გვაქვს არ ვიცით სად ვართ როგორ ვითარდებით ამ პროცესში ვიწყებთ ახალს რაღაცას გრანდიოზულს რომელზეც გეუბნები რომ შექმნის პრობლემას რეალურად დაწყებული ეკოლოგიდან დამთავრებული საიდან დეзинფორმაცია საუბრობენ ადამიანები ერთი წამი ძალიან მე მაგ ერთი რეპლიკა რა ასე საუბრობდნენ 2025-ში ანალოგიური კითხვი 8 დღეს ამბობდნენ ის არ იყო სწორი და არ იყო მართალი ასეთი არ ჩატარებულა ამ არეალზე ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი წამი მე მაქვს ერთი შეკითხვა როცა მემკვიდრეობას ანგრევსო და მემკვიდრეობას არ ურთილდებაო ჩვენ იმ ადამიანზე საუბრობთ რომელმაც აი სხვანაირად არ გამიგოთ რა ამდენი წინა წლებს ნუ შევადრით რა 3 მილიარდი ქველმოქმედება ისე გააკეთა სახელი გვარი და სახეზე არ იცოდა არავინ არ იყო ბატონო ზურადე მე მაქვს ერთი შეკითხვა ინვესტორთან დამასმევინეთ ეს შეკითხვა ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ნაგებობით რასაც თქვენ აკეთებთ ამითი იქნება ქალაქზე ბატონობის ფეოდალური ჟესტი იქ რო ყოფილიყო ეს მთა როგორც იყო მთა ხო გამწვანებული ხო არის თქვენ როგორ გქონიათ დავიძინე გავიღვიძე და გავაკეთე პროექტი როგორ გქონიათ თქვენ რატომ არის ეს ტერასული ამიხსენი გეკითხები ბროდ რატომ არის ეს ტერასული ნაგებობა იმიტომ რომ მიყვება ამ კალთას არაფერი იგივე გამწვანდება მოდით ერთი წამი დავასრულოთ არგუმენტები ვერტიკალური შენობა იქნებოდა კარგი რა ამიტომ თუნდაც აქ არის ზონა იმის რო ავაშენებთ ბოლომდე რატო არ მალაპარაკეთ კაცო ბოლომდე რატო არ მალაპარაკეთ იმიტომ რომ ყვების ზღაპრებს არაფერს ზღაპრებს შენ მე და ჩემს მე და შენი ზღაპარი მოყევი რა ამ კომპლექსის აშენება იქნება თანამედროვეობისთვის შეუფერებელი მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფელი ჟესტი ფეოდალის ჟესტი და ამის უფლებას ქალაქი არ უნდა აძლევდეს ამ კაცს. შეიძლება შეურაცხყოფელი განცხადებები გაკეთდა. ერთი წამი გამომდინარე თავს მოვალეთ ბრაცხ გიპასუხოთ. ჯერ ერთი ეს თქვენი პოზიციაა. ძალიან გთხოვთ თქვენი პოზიცია გამოხატეთ კორექტულად და ნუ მოგვაყენებთ შეურაცხყოფას. ეს ერთი. ახლა ვის და მე არ მესწავლება რაღაცების წინააღმდეგ ბრძოლა. მე გეუბნებით ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. ვნახე, ჩემთვის მთავარი უნიშნელოვანესია რომ საქართველოში კერძო ინვესტიციები განხორციელდეს და ისე განხორციელდეს რომ არაფერი არ დაზიანდეს და არა ისე რომ ბიუჯეტი თქვენ თulit რომ არაფერი არ ზიანდება. თქვენი პოზიცია არა თუ არ ზიანდება, მოკლე პასუხები. თუ შეიძლება 10 წუთია დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე. კეთდება მეთქი და თქვენ ამბობთ რომ კეთდება, ფუჭდებაო. კი ბატონო. ბატონის ოსო თulit რომ არაფერი ფუჭდება. ამ ობიექტთან ჩემი პირადი პრობლემა დაიწყო საკრებულოს განხილვის დროს, როდესაც ვითხოვეთ ორი კვირით გადავდოთ განხილვა, არავის არ უთქვია რომ აუ შანსი არ მანახეთ, გვანახეთ დასკვნები, გავეცნობთ, იქნებ გეუბნებით, გასულ მე შენს გითხარი იქ საკრებულოს გამოდიან ეგ ფრაზა გითხარი ბიოგი ნანახი გვაქვს დასკვნებია ერთი წამი ზუსტად მე ვამბობ 30 დეკემბრის ამბავს და 29 დეკემბრის მოდით რა რახა თქვენ მოიწოვე კაჩები დავამთავრეთ მე მაქვს ერთი შეკითხვა რომელიც უნდა ალიკო სასრაფო დასვით თუ გაქვს შეკითხვა და მე ვარ შემაჯამებელ ერთი წინადადება ზუსტად ციტრამონი არის თავისტკივილის წამალი ხო არის კი ხო არის თვალი თუ გტკივა ხო წამალია ეს თავისთავად რა თვალი თუ გტკივა და თვალში თუ ჩაიყრით ციტრამონს თვალი კიდევ უფრო დაგიზიანდება და კიდევ უფრო გეტკინება რატო ვამბობ 500 მილიონი დოლარი საინვესტიციო კერძო ფული წამალივით ჭირდება ქალაქს მაგრამ ეს არის თვალში ჩაყრილი მარჯვენა სანაპიროზე მით უმეტეს ისედაც გადატვირთულ ინფრასტრუქტურულ ტერიტორიაზე და თან კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ქალაქის არეალზე და ძალიან რთულია რომ არ გესმით რომ როგორ აზიანებს თავისუფლების მოედანი და ერეკლეს მოედანს ეს ამხელა მოცულობები და მონსტრები რო დადგება კიდევ უფრო დაამძიმებს და გააფუჭებს იქაურობას ეს როგორ ძალიან მარტივად ვამბობ რატო არ გესმით საზოგადოების ვალია მაგრამ არ ვიცი ცოტა ნაკლებ მოლოდი იმნოაქ რომ ყველამ დავარწმუნოთ კონკრეტული ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი რომ ეს პროექტი რომელიც არის წამალი
განახორციელოს იქ, სადაც სამკურნალოდ ჭირდება ფული. გასაგებია თქვენი აზრით. მე მაქვს ხა ერთი შეკითხვა. მე მაქვს ერთი შეკითხვა. ერთ სიტყვით თუ შეიძლება და всё. მორჩა. ინფრასტრუქტურაში ვერ დავხარჯეთ 110 მილიონი და ჩამოვაჭერით 2014 წლის ბიუჯეტს. და გავიყვანოთ იქ მცირე ინფრასტრუქტურა და პირიქით უნდა არც უნდა გაყვანა ის პროექტი რომ დაიწყება ინფრასტრუქტურა შემოიშენებს თქო ეს არის წესი და კანონი ამბანიმის და ეს კი ამისი მაგალითი ბევრი არსებობს საქართველოში ეს არის დარღვევა ყოველგვარი კანონმდებლობა ბიზნესმენს ეუბნები ერთი წამით ბიზნესს ეუბნები სადაც არ აქვს საკუთრება სადაც არ არის ინფრასტრუქტურა დახარჯე 500 მილიონი ეს იმდენად ეს ისეთი მოთხოვნა რომ ნიშნავს რომ აქ არანაირი ბიზნესი არ არის თქვენი ქალაქი და თქვენი ქვეყანა რა მოგივიღოთ ერთი წამით მართლა ის ხო არ არის ეს მართლა სტუდიისთვის ხო არ ცხოვრობთ ერთი რამე უნდა გითხრათ აუცილებლად მე აი ხო ჩავწერეთ დაახლოებით მაყურებელსაც მინდა რომ გავაგებინო რომ ჩვენ წერდით დაახლოებით 4 საათი მე მინდა გითხრათ რომ დარჩა შტაბ-ეჭდილება რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა არც განხილვა ყოფილა არანაირი იმიტომ რომ მე რასაც უყურებ არანაირი არგუმენტები შეჯერებული და მოსმენილიც არ არის ეს არის კიდევ ერთი ტრაგედია ჩვენი საერთოდ ქართველების რომ არც მოსმენა ვიცით და არც აზრების გაზიარება. მე მივართავ ახლა ინვესტორს და გეკითხებით ბატონო გიორგი, რამდენად არის შესაძლებელი რომ არანაირი ოპერაცია არ განხორციელდეს ამ ტერიტორიაზე, სანამ საზოგადოება არ დარწმუნდება და სანამ ყველა არ მიიღებს საერთო გადაწყვეტილებას, აშენდეს თუ არ აშენდეს თბილისი პანორამა იქ, სადაც არის დაგეგმილი ამ წუთას. მე რა პასუხსაც გაგცემთ ეს არანაირ მნიშვნელობას არ იქონიებს იმ კანონმდებლობის მოთხოვნებზე რაც უკვე არსებობს. რატომ კანონი ხომ შეიძლება შეიცვალოს? ასეთი ფაქტები ხო არსებობს? ეს ინვესტორის არ არის, ეს ინვესტორის პასუხისმგებლობა. ვიცით რომ არ არის. უბრალოდ მე თქვენ გეკითხებით როგორც პროექტებით, დამტკიცების შემთხვევაში და იმედი მაქვს რომ იმედს გამოვთქვამ ჩვენ ინვესტორები. არა, ეს გამოსავალი არ არის. არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმის და წესის დაცვით რა კვლევებიც მოგთხოვეს წარმოვადგინეთ. პროექტი წარმოდგენილია სრული, ანუ გაუგებარია იმაზე ლაპარაკი, რომ პროექტი არ არსებობს. ამ ეტაპზე მოთხოვნილი იყო ზონის ცვლილება და წარმოდგენილია ესკიზური პროექტი. თქვენ მეკითხებით, რომ ესე იგი სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, გააგრძელებთ თუ არა ამ ოპერაციებს თუ ვერ მივხვდი უბრალოდ. პირველი ნაბიჯია იყო ზონის სტატუსის ცვლილება. ამას შემდეგ მოყვება უკვე თქვენი მხრიდან ნაბიჯი, თქვენ შეიტანოთ ნებართვა მშენებლობაზე. ნაბიჯ მივყვებით ყველა პროცედურას. აი ზუსტად ამას გეკითხებით. ნაბიჯ პროცედურის მიყოლის შემთხვევაში მზად ხართ თუ არა, გაითვალისწინოთ ყველა ის ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება და არგუმენტი, რომელიც დღეს თქვენ ამ სტუდიაში მოისმენთ. ჩვენ მზად ვართ ყველა საჯარო განხილვისაკენ. ეხლა კიდე მოგვიწოდებენ ჩვენი ესე იგი ოპონენტები, რომ ფართო საზოგადოების მსჯელობის საგნად არა, ალბათ არა. უკვე ზედმეტია. მე ვამბობ პროფესიული წლების და საუკუნეების განმავლობაში ეს მსჯელობა და ეს პოლემიკა თუ შეგვიძლია ჩვენ შევთანხმდეთ რაღაცაზე, ანუ თანხმდებით იმაზე, რომ ინვესტორს აქვს კონკრეტული მოთხოვნები, ამას აჯერებს ქალაქის სამსახური საკრებულოსთან, ანუ არქიტექტურის სამსახური საკრებულოსთან ერთად და იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. ანუ ჩვენ როლს ამ პროცესში ვერ წარმოვაჩენთ ისე, რომ ჩვენ ვართ ყველაფრის გადამწყვეტი. თავისთავად ცხადია. მოთხოვნა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი პროექტი, სწორ ლოკაციაზე გათვლილი და სწორად გათვლილი ბიზნესურათაც და სოციალურათაც. თუ კი ამის ოპონირება შეუძლია მეორე მხარეს, ოღონ ლოგიკისა და გონიერების ფარგლებში ჩვენ ამას მივიღებთ, ხოლო რაც არ ჯდება ამ ლოგიკაში, ჩვენ ბუნებრივია ამას ვერ მივიღებთ. ქალაქი ვალდებულია ასეთი მნიშვნელოვანი ადგილისთვის და მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის შექმნას დამოუკიდებლად, თქვენგან დამოუკიდებლად ქალაქშენებლური პროექტი, რაც გინდათ ეს დაარქვით იმ პროექტს, რომლის რეჟიმებს უნდა დაემორჩილოთ, ის იქნება თქვენი ჩარჩოპირობები და იმ ქალაქშენებლური პროექტის დამტკიცება და პროცედურების გავლა გულისხმობს სწორედ იმასაც თქვენ ამბობთ ჩართულობას მოქალაქეების და ასე შემდეგ. ის იქნება გამოხატულება, საბოლოო გამოხატულება ქალაქის ნების. აი ამ ქალაქის ნებას უნდა მოერგოთ და ჩაეწეროთ. თქვენ როგორ გონიათ, რამდენი წელი დაჭირდება ამ დოკუმენტის მიღებას? წლები დაჭირდება. ჩვენ რა ვქნათ ახლა გავაჩეროთ ქალაქი, გავაჩეროთ ყველაფერი. არა, ანუ მე მარტივი შეკითხვა დავსვით. მოდით რომ მივიდეთ კონსენსუსამდე, რომ იყოს გამოსავალი მე ბატონი გიორგისგან თუ გნებავს ქალბატონი თქვენ თუ გააქვთ პასუხი კორექტირება გააკეთეს უკვე თქვენ გაითვალისწინებთ ერთი კონკრეტული ინვესტორია მას იმიტომ რომ ეს თქვენი პროექტია მასშტაბებში ხო ერთი წამით ბატონ დავით ერთი წამით დისკუსიების შედეგად ყველა კანონს და წესს ვითვალისწინებთ და ვიცავთ რაც არსებობს დღესდღეობით და რაც შეიქმნება 5 წლის თუ საჭირო გახდა შეცვლა გაითვალისწინებთ
ჩვენ ბევრი რამე გავითვალისწინებთ. უკვე ორჯერ შეცვალეს. ანუ გავითვალისწინებთ. მე ეს მაინტერესებს, გაითვალისწინებთ თუ არა? რა თქმა უნდა, უნდა იყოს გონიერების ფარგლებში ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცეული რეკომენდაციები. მოდი ჩავთვალოთ, რომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, მოვთელეთ ეს თემა პირველად საჯაროდ, იმიტომ რომ ამ თემაზე მე ეჭვი მაქვს, რომ აი ასეთი, თქვათ, შეხვედრა, მასშტაბური გულისხმობ პროფესიონალების გუნდი, რომელიც დღეს ესწრება გადაცემას, ინვესტორი და საზოგადოება ჩართულია, რომელიც დღეს ახლა უყურებს ამ გადაცემას, გადაცემის დროს სამწუხაროდ ამოიწურა. ბოლო 3 დღის განმავლობაში ქალაქში ისეთი ამბები ხდება, რომლებიც უშუალოდ გვეხება ყველა ჩვენგანს. ელბაქიძის გზა, რომელსაც ყოველ დღე გავდივართ და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო ამ ამბავს მსხვერპლი არ მოყვა. და ჯერჯერობით გადარჩა სახლი, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. აზარიანცის სახლი სრულიად გამორჩეული შენობაა და ამეთანხმებით თავისი არქიტექტურით და ისტორიით. მისი ერთი ნაწილი დამწვარია და იქაც მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო არ არის მსხვერპლი. ამიტომ ყველაფერი, რაც ამ ქალაქში შეიძლება მოხდეს, მათ შორის პანორამა თბილისის აშენების თუ არაშენების გამო, ჩვენ გვეხება და ჩვენი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვას მშენებლობებზე კონკრეტული ინსტიტუციები გასცემენ. ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ ყველა დეტალი, მონაწილეობდეთ განხილვებში და ჩვენი ხმა ესმოდეთ ქალაქის მმართველებს. ეს არის ის დიდი თხოვნა, რომელიც მე მინდა თქვენ მოისმინოთ და გაითვალისწინოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენს ხელშია, სწორედ თქვენს ხელშია, როგორი იქნება ჩვენი ქალაქი. და ის რომ დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არსებობს, გნებავთ 1640, გნებავთ 1730, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის არის, რომ ყველაზე მთავარი და სათუთად მოსაპყრობი არის ის, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი ქალაქი, ჩვენი თბილისი, რომელიც ყველას ჩვენგანს, ვინც აქვს ხედვართ, გაცილებით უკეთესი გვახსოვს. ეს უნდა გვახსოვდეს აუცილებლად. ჩვენ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.